სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ღვთისმადლით მივაღწიეთ დიდმართვის ერთ-ერთ უკანასკნელ კვირიაკეს, რადგან წინამდებარე შვიდეულის პარასკევს წუხრიდან უკვე სრულდება დიდმარხვა და იწყება განსაკუთრებული შვიდეული, ეგრეთ წოდებული ბნების შვიდეული. როგორც თქვენმა სარწმუნოებამ უწყის, დიდმარხვის თითოეული კვირიაკე განსაკუთრებული მნიშვნელობითა და აზრით არის აღბეჭდილი და ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე ემსახურება ჩვენს განწმენდას, კურთხევას და საბოლოოდ ცხონებას. წამოდექი შვილო. კვირა დღეს მუხლი არ უნდა მოედრიბო. ზედგომით ვაჩვენებთ აღსარებლობას ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა. აი მაგალითად, გასული კვირიაკე ხსენება იყო წმინდა იოანე კიბისახსერელისა, რადგან მან დაგვისახა სახე თავის ცვლილებაში კიბე სულიერთა და ხორცელთა სათნოებათა, რომელიც ესა დაგვიყვანს. იმას იქით ჯვრის თაყვანისცემა თავისი აზრით ვისაუბრეთ შესაბამის დღესასწაულს. იქით გრიგოლ პალამასი, რომელიც კიდე დამცველი იყო დოგმატური სწავლებისა და პირველ ყოვლისა ხელთუქმნელ ნათელზე და ესე შემდეგ. რიღასთვის დააწესა ამ უკანასკნელ კვირიაკეს წმინდანთა შორის დედისა ჩვენისა მარიამ მეგვიპტელის ხსენება. აკი მრავალია ღირსი და ღმერთშემოსილი როგორც მამა, ესრე დედა. დააწესა იმად, რომ მარიამ მეგვიპტელის სახია სინანულისა მთელს ქრისტიანულ სამყაროში. არა, რა თქმა უნდა, ცოდვილი სხვანის და სხვანის ყოფილან, მაგრამ ეს არის სრულიად უჩვეულო და განსაკუთრებული შემთხვევა. ჩვენ ამ წმინდა დედაში ვხედავთ ამ ადამიანში თუ რაოდენ ცხოველს ყოფილია სული წმინდის მადლის მოქმედება ადამიანზე. და ბოლოს ეს იმ უფლის მადლია, რომელმაც სასუფეველში ჯვარს ეცვარა ჩვენი ცხონებისა და სიყვარულისათვის, პირველი შეიყვანა არა მართალი აბრაამი, ისააკი, იაკობი თუ რომელიმე სხვა, არამედ პირველი შეიყვანა მარჯვენი ჯვარცმული ავაზაკი. ამიტომაც ამას ვთქვათ წმინდა დიმიტრი როსტოველი, რომ ჯვარცმული ავაზაკი არის ერთ-ერთი უდიდესი და უპირველესი წმინდანი. ყველამ ქრისტე დიდებაში ნახა სასწაულებში და ბევრმა არც კი ირწმუნა. ბარაბა ამჯობინეს ქრისტეს. ხოლო ამან დამცირებაში, შეურაცხყოფაში, ჯვარცმაში იხილა უფალი და მხოლოდ მაშინ აღიარა. ერთადერთი წმინდანი, ვინც შეიძლება ამ შემთხვევაში ამ თვალსაზრისით შევადაროთ მარჯვენი ჯვარცმულ ავაზაკს, ესაა მართალი ნოე. რატომ? ნოეს დროს მთელი კაცობრიობა უკლებლივ ღვთის გამარისხებელ საქმეებს ჩადოდა, ღვთის წინააღმდეგ იარებოდა. ეს ერთადერთი ადამიანი იყო მართალი ნოე, რომელიც ღვთის მცნებებით ცხოვრობდა და ადიდებდა უფალს. ამიტომაც გამოირჩა იგი ღვთისაგან, ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავივანებოდ კეთილინება უფალმა, რომ მისგან და მისი თესლიდან გამრავლებული იყო კაცობრიობა. მას რითი გამოირჩა, მოდით მიუბრუნდეთ და ყური მივაპყროთ მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებას. წარმოშობით იყო ეგვიპტიდან 12 წლამდე ცხოვრობდა მშობლების სახლში. მშობლებისავე სიცოცხლეში უნებართოდ დატოვა სახლი და ესე იგი ჩავიდა ალექსანდრიაში და ხელი მიჰყო გარყვნილ ცხოვრებას. სხვა შორის წარმომავლობას კითხულობენ, სადაური იყო, რომ თქვათ, რომ ეგვიპტელი ეს ძალიან ესეთი ზოგადი განმარტება არის, განსაზღვრება. თქვენ იცით, რომ მაშინ ჯერ კიდევ არაბებს დაპყრობილი არ ქონდათ ეგვიპტე თუ სხვა მიმდებარე ქვეყნები, იქ ცხოვრობდა აბორიგენი მოსახლეობა, ადგილობრივი მოსახლეობა. ვინ იყვნენ ისინი? ესენი იყვნენ ხმელთაშუა ზღვისპირეთში დასახლებული ტომების და ხალხების მონათესავენი, სადაც ძირითადში განთესილი იყვნენ ჩვენი ტომისანი. ესე იგი, ჩვენ ხმელთაშუა ზღვისპირეთის, შავი ზღვისპირეთის მოსახლე ხალხებს
გენეტიკურად ერთი წარმომავლობა აქვს. ამას ახლა როდესაც წმინდანის ცხოვრებაზე ლაპარაკობ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თავისებურად მაინც მოქმედებს შენზე, როცა იცი რომ გენეტიკური თვალსაზრისით თქვა გენათესავება. აი თქვა რა გაგებით რომ რაკი მან შეძლო და უმძიმესი ცოდვებიდან ამოვიდა ღვთისმადლით, ესე იგი მეც ძალმიც. თუ აი ესეთი არასწორი შეხედულებებია გავრცელებული, რომ ეს დაწყევლილი გენია, უნიჭოები არიან, არაფერი ისეთი განსაკუთრებული მონაცემ ტყუილია. ნებისმიერი ადამიანის ხონება ძალუց სულიწმინდას. თუ კი ეს ადამიანი გამოეხმაურება უფლის ძახილს. აი როგორც მაცხოვარი ერთ ამაღლებულ ქადაგებაში ამბობს მევრე ყოველი ადამიანის გულის კარზე. ყოველი და არა რომელიმე, ან ხალხების თუ ერების. თანაბრად ყველასთვის მოვიდა. ასე ვთქვათ, პოტენციურად ის ყველას მაცხოვარია, მაგრამ ერთ მიიღეს იგი და სხვებმა უარყვეს. და არა თუ უარყვეს, არამედ ესე იგი მტრადაც გაუხდნენ მას. ეს საუბრის სხვა თემა, სხვა დროს ვილაპარაკოთ. მოკლედ 12 წლიდან აღვირახსნით ცხოვრებას შეუდგა. და იგი მრუშობდა, როგორც თავად უყვება ბერძოსიმეს, არა იმიტომ, რომ ეს შემოსავალი ქონოდა რამე. აი დღეს ბევრს შემოსავლად აქვს გახდილი მეძაობა, მამათმავლობა, ლესბოსელობა და აღარ მოყვები ამ სისაძაგლებს, რითაც აივსო აწინდელი ქვეყანა. მაგრამ ვიდრე განვაგრძობდეთ მისი ცხოვრების მოთხრობას, მოვედით მოვიგონოთ თუ როგორ გახდა საცნაური მარიამ მეგვეპტელი მთელი დანარჩენი კაცობრიობისათვის. მას თავისი თავი კაცთან მოდგმისთვის არ გამოუცხადებია არანაირი თვალსაზრისით. არამედ ღმერთმა არინება, რომ მისი რჩეული ჭურჭელი, ეს უჩვეულო წმინდანი უსახელობაში, უდაბნოში ყოფილიყო დამარხული. იმ ხანად მარიამ მეგვიპტელი ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში და ასევე მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში 522 წელს ვარაუდით 522 წელს აღესრულა. სწორედ იმ პერიოდში მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა ერთ-ერთ მონასტერში პალესტინისა, კერძოდ პალესტინის კესარიისა, ორი კესარია არსებობს. კესარია კაბადოკია, საიდანაც მაგალითად იყო ბასილი დიდი, ვისი წირვაწყეს აღვავლინეთ და იყო პალესტინის კესარია. პალესტინის კესარიასთან იყო მამათა მონასტერი, სადაც ბავშვობიდან იყო ვინმე ზოსიმე მიბარებული და მთელი 53 წელიწადი გაატარა თითქმის ამ მონასტერში. დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა, წმიდა და ასკეტური გაგრძელებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ესეც კი არ აკმაყოფილებდა მისულს. რაღაც უფრო მეტი უნდოდა. საერთოდ ღმერთმა ადამიანში ჩადო სრულყოფილების სურვილი. ერთნი აღვივებენ თავიანთ თავში, ისე როგორც გარემოებანიც მოქმედებენ, ამაზე არა მარტო პიროვნება თავად და მეორენი პირიქით ახშობენ და მიქცეული ამაო საერო თავშესაქცევებისგან სავსებით ივიწყებენ დაკარგულ სამშობლოს, სამოთხეს. აქედან გამომდინარე არ ზმნავენ სულის გადარჩენაზე, სულის ხონებაზე. მოკლედ, ცნობის წადილი ჰქონდა. ოდესმე მაინც ვიდრე ცოცხალი იყო, ენახა ღმერთშემოსილი მამა და მისგან ღვთისმსულიერ საგნებზე, ესე იგი დარიგებები მიეღო. ერთხელაც იჯდა რა თავისთვის სენატში და განშიდა თავის თავში სულიერ საგნებზე, ასეთი ფიქრი მოვიდა, გულის სიტყვა ქვია ამას, საეკლესიო თვალსაზრისით. არის კი აი მე ბევრს მივწვი ბავშვობიდან ასკეტურად ცხოვრობ მონასტერში არის კია ვინმე ისეთი რომელიც მარხვით ღვიძარებით ლოცვით ერთ სიტყვით ასკეტური ცხოვრებით აღმემატება მე თავისთავად ეს კადნიერი აზრი იყო ერთგვარი სიამაყე შინაგანი სიამაყე ერთგვარი პატივმოყვარეობა აზრი არ ქონდა გონებაში დამთავრებული როდესაც მას ხაჩი და არა სიზმრად წარმოუდგა უფლის ანგელოსი და უთხრა: "ჰოე მამაო, ჭეშმარიტად, მოსაწონია ღვაწლი, რომელსაც შენ სიღრმიდან ეწევი. მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ბევრად აგემატებიან შენ და არსებობს ხონების სხვა საშუალებებიც, რომელიც შენთვის სავსებით უცნობია." ცალსეთ განსვიფრდა. არა ანგელოზის ხილვაზე იმდენად ბერიზოსიმე, არამედ მის ნათქვამზე. აი ქონდა რა სურვილი ეგევითარ მამას მერჩემოსილს შეხვედრო და ოდესმე იგი აღისწრაფა და ამ ანგელოზმა მიასწავლა რომ გადასულიყო ერთ-ერთ მონასტერში, იორდანეს მონასტერში, შესაძლოა ეს იყო საბა განწმენდილის ლავრა.
წმინდა მარიამის ცხოვრებაში ეს არ არის გამოკვეთილად ნათქვამი. ვფიქრობ, არც არის არსებითი. როგორცაც ჩანს და როგორც აღმოჩნდა უფრო სწორედ, ამ მონასტერში სულიერი ცხოვრება ბევრად მაღალ საფეხურზე იდგა, ვიდრე იმ მონასტერში, სადაც აღიზარდა ზოსიმე. მარხვა, ლოცვა, მღვიზარება და ესე შემდეგ და მოიხიბლა ზოსიმე, რომ ბოლოს და ბოლოს მოხვდა ისეთ მონასტერში, სადაც ასკეტური ცხოვრების უფრო მაღალი საფეხურები მოიაზრება. მაგრამ სინამდვილეში ღმერთმა სულ სხვა მიზნით მოიყვანა ამ მონასტერში. არა მაღალი შედარებით ასკეტური ცხოვრების გამო და გარემოებათა, არამედ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს წმინდა მარიამი გამოეჩინა წუთისოფლისათვის. ეს კი ამგვარად მოხდა. ამ მონასტერში იყო ჩვეულება, რომ როდესაც მარხვა მოახლოვდებოდა, პირველ კვირას ყველა ბერი უმკლებლივ მონასტერში გაივლიდა ამ მარხვას. მერმე მართლმადიდებლობის ზეიმზე თქვენის დრო პირველი შვიდეული დიდმარხვის ამ დღესასწაულით გვირგვინდება, ყველა ესწრებოდა უკლებლივ ლიტურგიას, ეზიარებოდა, შემდგომ ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, მეტანიებს აკეთებდნენ ერთმანეთის წინაშე და იღებდნენ ლოცვა კურთხევას იღუმენისაგან, მონასტრის წინამძღვრისაგან და 26 ფსალმონის გალობით აღებდნენ მონასტრის ჭიშკარს და ყველა ესენი მიეშურებოდნენ უდაბნოებისაგან. ზოგი ორ-ორი, ზოგი თითო-თითო, ზოგს მიჰქონდა მცირეოდენი სამარხო სანუაგე, ზოგს არაფერი არ მიჰქონდა და მინდობილი იყო ღვთისნებას ბალახითა და ბალახის სირებით იკვებოდა წვიმისყლით, დროდადრო იკლავდა წყურვს. ანუ უფრო დუღარე ასკეტურ ცხოვრებას ეძლეოდნენ, როდესაც გადიოდნენ უდაბნოში. იქ დააყობდნენ თითქმის 35 დღეს და ბზობის წინა დღეებში ისინი ბრუნდებოდნენ ყველანი მონასტერში, დგებოდნენ ლიტურგიაზე, ბზობას ეზიარებოდნენ და შედიოდნენ ამგვარად ნების შვიდეულში. რა კი ეს მონასტრის ტრადიცია იყო და ბერი ზოსიმე უნდა დამორჩილებოდა ამ მონასტერს და მას უნდოდა კიდეს რომ დაეტოვებინა და ასე თქვათ გემოსხილვა ქონოდა ამ ჩვეულებისა, მონასტრის ამ ჩვეულებისა, თუ როგორ იხსოდნენ უდაბნოში, მანაც მართლაც სხვებთან ერთად 26 ფსალმონის გალობით დატოვა მონასტერი. მე მინდა შეგახსენოთ, აი თქვათ პახუმი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ უწინ ვიდრე ბერად აღიკვეცებოდა ადამიანი, ერთ-ერთი, არა ერთადერთი, ერთ-ერთი პირობა იყო 150-ვე ფსალმონი ესწავლა ზეპირად. ისინი დღეში რამდენჯერმე მომხედე ქალბატონო ხელი ჩაუში შვილო. შარვლით რომ მოხედე შანს არა ეკლესიური ხარ. სულ რომ არ გითხრა არ შეიძლება. ამიტომ გეუბნები რბილად რა ეს რომ ყოფილიყო მრევლი ცოტა სიმკაცრესაც გაურებ. ხო დაბრძანდი თუ დაიღალე დაბრძანდი შვილო. მაქვს დალაუფლება აგერ წამოდგა კიდეს და დაბრძანდი ნუ მასწრე. ეს კამები ახლა მკაცრად რომ ვიმშელოთ ეკლესიაში არც ერთი სკამი არ უნდა იდგეს. შულის კანონში წერია. მაგრამ რამდენადაც აწინდელი მორწმუნეები ბევრად ვარ დაკლებული იმ სარწმუნოებრივ ბუღილს, რომელსაც თუნდაც ეხლა ხანს გესაუბრებოდი, ამიტომ ჩვენი სისუსტიდან გამომდინარე დაშვებულია, რომ რამოდენიმე სკამი იდგას ტაძარში და ვინც მეტისმეტად გადაიღლება თუ უძლურია თუ ასე შემდეგ ჩამოჯდეს. აქვე სარგებლობს შემთხვევით, ამიტომაც მიგრძელდება კიდევ სიტყვა და არიან ზოგიერთები, რომოვლენ წირვალზე დილიდან სანამ მორჩება და ჯვარს ემთხვევიან ხედან სკამებზე. ეს თქვენთვის არ არის სკამები ეკლესიაში, რომ დილიდან წირვის ბოლომდე მან დისხდეთ. მან ფეხი უნდა ჩამოასვენო. ეხლა ზოგიერთი თქვი სახსრები მტკივა, ეს მტკივა, ეს მტკივა. თუ ზედმეტად კადნერი არ იქნება, თქვენზე დაავადებული ვარ მე, გულახდილად რო გითხრათ. მაგრამ ღვთის სიყვარულისთვის და მისივე მადლით გაძლიერებული, და რამდენი ვდგევართ ამ ბასილი დიდის სიყვარს, აქ ძალიან ვრცელი საიდუმლო ლოცვები და სხვა და სხვა. ეგ იმისთვის არის სკამები, რომ ერთმანეთს დაუთმოთ დრო და დრო. ცოტა ხანი მოისვენოთ, ვისაც გაწუხებთ რაიმე, შემდეგ წამოდგეთ. რა რიღასთვის რა დაგიფასოს უფალმა, თუ მოხვალ და დაჯდები დილიდან ღამემდე აქ. 8 წელი რაღაცში მდგომარეობს. ესე იგი წვიმის წყალს ჭამდრენ და ბალახის ზირებს და ჩვენ არ შეგვიძლია ცოტა ხანი ტკივანი ფეხით ფეხზე დავდგეთ. რა 8 წელია ეს და ისიც დიდ მარხვაში. ეს ისე სხვათა შორის. მოკლედ, დავუბრუნდეთ ბერ ზოსიმესთან.
იგალობა ყველამ ეს ფსალმუნი და ის ოსიმეც გაეშვა. მთელი 20 დღე და ღამე იარებოდა შინაგანი უდაბნოსკენ. არ გაჩერებულა. მრავალი ბერი დარჩა ამა თუ იმ ადგილას და იქ გააგრძელეს მოღვაწეობა. არა, ცნობის წადილი ჰქონდა, რომ ღრმა უდაბნოში შესაძლოა ენახა ღმერთშემოსილი მამა და მისი ღვთივსულიერებით დამტკბარიყო. აქ გითხარით, სიკვდილი ჰქონდა ეს ცნობის წადილი. 20 დღე გავიდა და აი ერთ დამშრალ წყაროს თვალს მიადგა. აქ შეჩერდა, ცოტა შეისვენა და რაკი მე-6 ჟამი იყო დამდგარი. დაიწყო ლოცვა. თქვენ იცით, რომ უწინ 24 საათიანი ციკლი კი არ იყო დღე და ღამე. ჟამნებად იყოფოდა. პირველი ჟამნი, მაგრამ პირველი ჟამნი შეესატყვისებოდა დღის 7-8-9 საათს. 1 საათის გამოკლებით მესამე ჟამნი, 1 საათის გამოკლებით მე-6. სადღაც შუა დღე იყო, ასე 3-4 საათი, როდესაც ზოსიმე ამ დამშრალ წყაროს თვალთან შეჩერდა. ცოტა მოისვენა, შემდეგ მალევე წამოდგა და იწყო მე-6 ჟამნის კითხვა, ლოცვა, რომელიც ზეპირად იცოდა. და როდესაც ლოცულობდა, მოულოდნელად ადამიანის მსგავსება დალანდა მარჯვნივ. თავდაპირველად შეშინდა. შიში ღმერთმა მისცა ადამიანს, ეს არის თავდაცვის ინსტინქტი. ჩვენ რომ შიში არ გქონდეს, ან ტკივილის გრძნობა, ერთ დღეში ამოვხოცავდით ერთმანეთს ჩვენი ცოდვიანი გულის სიტყვებიდან და დაცემული ბუნებიდან გამომდინარე. ისო რომ შიში რო აქვს, შიშის გრძნობა ადამიანს, ეს შიშრობა კი არ არის ამ გაგებით ამ შემთხვევაში, არამედ ეს არის ბუნებითი ინსტინქტი, რომელიც გიცავს შენ და სიფრთხილისკენ მოგიწოდებს, გაფრთხილებს. თავდაპირველად, როგორც ვიტყოდი დღეს, ინსტინქტურად შეეშინდა, მაგრამ შემდეგ ჯვარი გადაისახა, ლოცვა გააგრძელა და შიშმა საერთოდ დატოვა. ადამიანში როცა დიდი არ რწმენა, ნაკლებია შიში, ან სულაც არ არის. მოიგონეთ პეტრე მოციქული, რომელიც გენესარეთის აღელვებულ ზღვაზე გათენებისას გადადიოდა, მაცხოვარი რომ იხილეს. მოციქულები ნავში იყვნენ. ესე იგი, თუ უფალი ხარო, მოკლედ გეტყვით, არა სავსებით ყველაფერს იქიდან, იმ ფრაგმენტიდან სახარებისა. მიბრძანე გადმოვიდა, მეც გავიარო როგორც ხმელეთზე. უბრძანა გადავიდა. ვიდრე თვალსაჩინში უფალი ყავდა, ანუ რწმენა ჰქონდა პეტრეს, როგორც ხმელეთზე ისე მიდიოდა ამ აბობოქრებულ ზღვაზე, მაგრამ როგორც კი თვალი მოწყვიტა, იმიტომ რომ ახალი ძალით დატრიალდა ზღვაზე ქარბორბალა, მიაშტერდა ქარბორბალას, შეეშინდა ადამიანურად. რაკი შიშმა იმატა, რწმენა მიკლო, რაკი რწმენა მიკლო, დაექვემდებარა ბუნების კანონებს. და ჩაძირვა იწყო. ეს ყველაფერი ხდება წამის ყოფაში. მეც ვერც მოასწრება. რა დაინახა რომ იხრჯობოდა და განაუფალი ვერ ხედავდა რომ მისი მომავალი თავი მოციქულების შესაძლოა დამხჭვალი იყო და დაღუპული იყო. იმაზე ადრე არ გაუწოდა დასახმარებლად ხელი მაცხოვარმა, ვიდრე პეტრე მარსთხოვა. ამიტომ უნდა გვეტკინოს, რომ ვიყვიროთ, უნდა ვიყვიროთ, რომ უფალმა გვისმინოს. ლოცვაზე აქ ლაპარაკი. მართლაც პეტრემ რა დაინახა რომ საშველი არ იყო და გამოცდილი მებადური იყო და არანაირად ვერ გადარჩებოდა, განათხა ხელი და შეხვირა. შემეწიე მეც ვერც მოასწრებ და ვერაფერს. იძირებოდა ზღვაში. როგორც კი შესახა, როგორ არის სახარებაში განართხა უფალმა ხელი ამოიყვანა? არა, მეხსეულად, მაშინვე განართხა ხელი მაცხოვარო, როგორც კი შესახა, ანუ ითხოვა და ამოიყვანა. ყველა მოქმედებითაც ლოცვის ძალაზე ასწავლიდა უფალი და ბევრი აშკარა სახით ასწავლიდა ბევრ საიდუმლოზე, ბევრს იდუმალად მისცემდა დამოწვრას. და მერმე ბევრი რამე განცხადდა მოციქულთათვისაც და შემდეგ ჩვენთვისაც. ჩვენ ამაში ვეხმარებია სწორედ მოციქულთა ეპისტოლები, განსაკუთრებულად პავლესი, რომელსაც მეორე სახარებას უწოდებს ეკლესია, წმინდა და ღმერთშემოსილმა გნებას დღეს მესამედ ვახსენებ ბასილიდი, რომელსაც ეგზეგეტიკური განმარტებები აქვს წმინდა წერილის და არა მარტო მას უამრავ სხვა მამას. ჩვენ რომ ეს ნიჭი არა გვაქვს, ასეთი ასკეტური ცხოვრებით არ ცხოვრობ, მაგრამ გვაქვს ცნობის წადილი და უნდა ვიცოდეთ ბევრი რამ უფალზე საკუთარი ცხონებისა, კლიმენტი ალექსანდრიელის ძველი მასწავლებელი ეკლესიის ამბობდა, ვისაც მხოლოდ რწმენა აქვს მეგობარი აქვს, ვისაც რწმენასთან ერთად ცოდნა აქვს ის მონა აქვს და ვისაც რწმენასთან ერთად ცოდნაც აქვს ის მეგობარია. მას უფალი მოგვიწოდებს რომ ვიყოთ მისი მეგობრები, არა თუ მეგობრები, არამედ ძმებად შეგვრაცხა. აი როგორც ფსალმში იყო წინასწარმეტყველება და ერთ-ერთ ქადაგებაშიც გამოთქვა ხოლმე მე და ძმანი ჩემნი, რომელი მომცნა მე უფალმა. რატომ ისა? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ამბობს მაცხოვარი, მე და მამა ერთი ვართ, რაც მამისა, ის მე მომცა. საერთოა ყველაფერი.
ერთ არსებაა ღმერთი, ერთი ნება, ერთი ბუნება, ერთი მოქმედება, ერთი საქმე, ყოველი ადამიანის მოქცევა ცდომილებიდან ჭეშმარიტების დასაყრდენება საბოლოოდ ცხონება. არ მინდა სიტყვა შორს გავიტაცოს, მიუბრუნდეთ ჩვენი მონათხრობის იმ ადგილს, სადაც გადაუხვიეთ სხვა პასაჟები მოვიგონეთ სახარებიდან, შვილის კანონიდან და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით შეშინდა მერმე ჯვარი გადაისახა ნიშანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ლოცვა განაგრძო და დამშვიდდა სული მისი. მაგრამ როდესაც ლოცვას მორჩა და გადაწყვიტა რომ კიდევ უფრო ღრმა უდაბნოში შესულიყო, დალანდა ადამიანის მსგავსება, რომელიც მის წინ მიდიოდა მოშორებით. იყო შიშველი, იყო ეთიოპელივით გაშავებული მზეზე გარუჯული და იყო ესე იგი ყოველგვარი სამოსელის გარეშე. იფიქრა რომ ამ ღრმა უდაბნოში ვინ შეიძლება იყოს თუ არა განდეგილი და აუჩქარა ნაბიჯს რომ დასეოდა მან რომ დაინახა რომ მოსდებდნენ მანაც აუჩქარა ნაბიჯს გაიქცა ზოსიმე გაიქცა ის უცნობიც და რაგი ბევრი ირბინეს და ზოსიმე ასაკში იყო უკვე აქ იგითხარით 53-ს იყო გადაცილებული ესე იგი გადასახა უცნობ ღვთის სიყვარულისთვის ხო რომ გაჩერდიო და მანაც გადმოზახა და ხმაში იცნო რომ ქალი აღმოჩნდა დედაკაცი მეც ღვთის სიყვარულისთვის გთხოვ რომ ნუ მომსდევ რადგან მე დედაკაცი ვარ როგორც ხედავ სამოსელი არ მაქვს და მრცხვენია სირცხვილის გრძნობაც ადამიანს ღმერთმა მისცა დღეს ყველა ამ პროცესებით ერთ სიტყვა რომ უწოდოთ გლობალიზაციის პროცესებით შენდება უსინდისოთა საზოგადოება ბევრი თვალსაზრისი თუნდაც საქართველოში აიღე და ესე იგი თუნდაც რუსთაველზე რაც ხდება როგორ იგინებიან სოციალურ ქსელებში აი აქ გამოსვლებზე მიტინგებზე ქალები რომ წონასწორობიდან გამოიყვანონ თქვა პოლიციელები და ასე შემდეგ კაცებს აგინებ კაცები არ იგინებიან აი მე მამაკაცი ვარ და ასე არ იგინებიან კაცები როგორც დღეს ქალები იგინებიან ესეც ქვეყნების დაპყრობის ერთ-ერთი ტაქტიკა არის ბომბებს არ გვიშენენ, ტანკებით არ შემოდიან, მაგრამ მენტალიტეტს გვიცვლიან, რომელიც არის მართლმადიდებლობითი, ოდითგან. მიდის შეტევა არა მარტო სარწმუნოებაზე, ტრადიციებზე, ოჯახის სიწმინდეზე, სურთ მოაწყონ ეგრეთ წოდებულ LGBT პარადები. გარყვნეს 30 წლის განმავლობაში ახალგაზრდობა განსაკუთრებით, არა მარტო ახალგაზრდობა. და სხვადასხვა სინდისის გრძნობა აღარ აქვთ. ამ დროს ეს ღმერთმა მოგცა. ესეც, როცა ადამიანი უსინდისო ხდება, ეს არის ჯანყი ღმერთის წინააღმდეგ. რაც ღმერთმა მოგცა და ჩვენ მას ბრძოლას უცხადებთ და უარყოფთ და აბუჩად ვიგდებთ, ეს არის ბრძოლა ღმერთთან. ეს არის რევოლუციონერობა და ხშირად გაგვიმეორებია სერაფიმ საროველის ნათქვამი, პირველი რევოლუციონერი ზეცაში სატანა იყო. ლუციფერი, აი ესენი ხშირად გვითქვამს, ტყვით მოვლენ, ლაზღვაგინებით, ვარდებით, გახსოვთ არა, ვარდების მზეთუხნახავის რევოლუცია, თუ მიხაკებით, თუ ხიშტებით, ყველა ესენი სატანის მოწაფეები არიან, უკლებლივ. და ისი არიან ჭყვა გადასულები, დაცინვით როდი ვამბობ. კონსტატირებას უკეთებ ფაქტს, რასაც უყურებ და დასკვნებს ვაკეთებ. რომ ასწავლი არ იღებს, არ შეუძლია, არ უნდა. მათ შორის წმინდა სახარებიდან. 30 წელია ამეცადინებენ სამღვდელოებისა და პატრიარქის გინებაში, ბოლოს და ბოლოს. აგერ სუბელიანი თანათავმჯდომარე ვთქვა, ესე იგი ლესბოსელების საზოგადოების სვანი ყველაზე მეომარი ტომი იყო და გამოდის შობის მომდევნო დღეებში, იმიტომ რომ მათ პროგრამებში რომ ასწავლიან, ესე იგი დასავლეთიდან არის ის რომ ნაცარი უნდა შეაყარონ დღესასწაულებში ეკლესიასთან მივიდნენ, ან ეკლესიაში რაღაც იგალობენ, ილუზია შეუქმნა რომ ესენი არა მორწმუნეები და ამითაც მიიზიდო და მე გარყვნა შიგნიდან. ესე იგი წინა დღეს გალობდა თუ არ ვწდები შობის საგალობელს და ესე იგი მეორე დღეს გამოვიდა და აგინა არა მარტო პატრიარქს ღმერთს ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ აგინა საგალობელსაც კი. აი რა დღეშია ჩვენი ახალგაზრდობა.
ასეთი მძიმე პერიოდი საქართველოს მე ხშირად მithქვავს, არც არაბობის დროს ქონია, არც მონღოლობისას, არც დიდ თურქობისას და არც რუსობისას. არც დღეს არის. დავიღუპეთ, მამაო, წარწყვდით? არა. ვიდრე უფალი ცოცხლებში ტოვებს ამ ქვეყანას და ამ ხალხს, არის იმედი, შეიძლება მოიქცნენ და ცხონდნენ. შეუძლებელი არის ადამიანურად ამათი მოქცევა. გულახდილად ვამბობ, მაგრამ არა ღმერთისთვის. მოკლედ, სინდისის გრძნობიდან გამომდინარე, წმინდა მარიამ მეგვიპტელმა გადასახა, რომ შიშველია და არ შეუძლია ამიტომ გაჩერდეს მასთან, როგორც მამაკაცთან. დღეს ტირაჟირება მიდის გარყვნილების. აპატიეთ, არა თუ კაცი ქალთან რომ სოდავს და პირიქით, არამედ კაცი კაცთან, ხალი ხალთან, ხალი თუ კაცი ცხოველებთან, გორილებთან, ძაღლებთან. თქვენ ხომ ეს იცით, თქვენ სახარება არ იცით, თუ თქვენ ყველაფერი კარგად იცით, რაც ტრიალებს, რა ნაგავიც არის და ჭუჭი სოციალურ ქსელებში. ქვეყანამ რომ გადაწყვიტოს და აგრძელოს ინტერნეტი, ნახეთ რა მოხდება აქ. იმიტომ რომ შეუჩვეველს თუ შეაჩვე, შეჩვეველს ნუ გადააჩვე. ისინი დაავადებულები არიან უკვე ამით, გარყვნილებით ამ შემთხვევაში. და არა მარტო გარყვნილების პროპაგანდირება მიდის, ასევე ნარკოტიკების, მემთვრალეობის, ათასგვარი ამაუების, წუთის ოფლისა. სულ იმაზე ლაპარაკობენ, რა კარგად დაისვენეს, რა კარგად გაერთვნენ, კარგად იქეიფეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჭეშმარიტად შენდება ეშმაკის საუფლო, სადაც სინანულს ადგილი არ ექნება. და სინანული სადაც არ არის, იქ ცხონებაზე ოცნებას კი არ შეიძლება, როგორც მინდა მამები გვასწავლიან. კარგით, ვანებოთ თავი. თუ შეგიძლია, ზედა სამოსელი გადმომიგდე, შევიმოსები, გადასახა მარიამა და მაშინ გავჩერდები. მართლაც ესე იგი გაიხადა ანაფორა ზოსიმემ, შებრუნდა უკან წავიდა, რომ არ შეეხედა, რა კი გაიგო რომ დედაკაცია და გადაუგდო ანაფორა. ასე მოიქცნენ მაგალითად სემი და იაფეტი. ნოე წარღვნის მერე სამხრეთ კავკასიაში გაჩერდა ყიდობანი, გადმოვიდა სხვა უცნაურებთან ერთად თავისებურებებთან ამ მხარისა ნახა ყურძენი, რაც არ იცოდა რა იყო და დაწურა და იწდია. მოეწონა, თან იყო გამოფიტული ყიდობაში, აბა წელიწადზე მეტი ხანი იყოს კლინტისა და აპატიე ნაკელის სუნში. ჭამასმაზე აღარას ვიტყვი. დაგმანული ჰქონდა კარები, ერთი სარკმელი იყო, საიდანაც გაბერილ გვამებს ხედავდა. უმძიმესი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, როგორც დღეს თქვენ იტყოდით და შეაფასებდით. ამიტომ მას ძალზე დესიამოვნა ეს უჩვეულო სასმელი და რის გამოც ზომაზე მეტი დალია. დალია დაითრო. როცა ეს ნახა მისმა ერთ-ერთმა შვილმა ქამა, რომელსაც გულში ჰქონდა ნატურად პატრიარქობა, პირველობა ოჯახში, მასთან ერთად მის მართალი ოჯახის გადარჩა. ამიტომ წავიდა, შიშველი რომ ნახა მამა, რომელიც გაიხადა, დასხა, გაიხადა და გადაყარა სამოსელი. უთხრა ძმებს, რომ ჩვენი მამა, ესეთი სანაქებო, მართალი, პატრიარქი, შიშველი გდია მზის გულზე. ძმებმა რომ ეს გაიგეს, სამოსელი აიღეს და წავიდნენ და როცა მიუახლოვდნენ, შებრუნდნენ, რომ არ დაენახათ სიშიშვლე მამისა, როგორი რიდი ჰქონდათ. დღეს შეიძლება ითქვას დღევანდელ მამაშვილობაზე ან დედაშვილობაზე რამე მსგავსი თუ არის. საზარელ აღსარებებს ვისმენთ დღეს. სისხლის ნათესავები როგორ სოდავენ ერთმანეთთან, დედა შვილთან, ძმა დასთან და ასე შემდეგ. ამაზე ხომ ვერ ვილაპარაკებ ჩვენ. მეტადრე დაკონკრეტებით. აი შედეგი 30 წლიანი გარყვნისა და პროგრესისა და სექსუალური რევოლუციის, როგორც ამაყად აცხადებენ დასავლელი ბოსები. და ჩვენ უკვე გავიარეთ, ვითომ რაღაც სიკეთე გაიარეს ან ჭეშმარიტება. გარყვნილება გაიარეს, ეს არის და რა არის ამერიკა რა დღეშია ხომ ხედავთ. აღარ გვინდა ამაზე საუბარი, მოკლედ ზურგი აქციეს და სამოსელი მიაფარეს ისე თავის მამას. როცა მამა გამოფხიზლდა და ცოლმა უამბო რაც მოხდა, სემი და იაფეტი დალოცა, აღორძინება უსულა, სულიერი და ხორციელი აღორძინება
და ქამი დაწყევლა. და რო ჩამოვთვალოთ, რომელი ტომი საიდან მოდის, გამართლდა მათზე საუკუნეთა განმავლობაში ერთზე მამის კურთხევა, მეორეზე მამის წყევა. დიახ, დიდი ძალა აქვს, როგორც დალოცვას, ისე დაწყევლას. და ისეთი წმინდა განსაკუთრებულად დედის ლოცვა ჯოჯოხეთიდანაც კი შეუძლია შვილის ამოყვანა. წარმოგიდგენია თქვენ. ამიტომ არის რომ ჩვენი პატრიარქი გთხოვს ლამის გვევედრება რომ ყოველ დილით მშობლებისგან აიღეთ დალოცვა. რომ წარგემართოთ კეთილად ის დღე ღვთის წინაშე. მაპატიე დედას და მამას აგინებენ და დედმამას იგინებიან განუწყვეტლად. რაზეა ლაპარაკი? მოგლეთ შეიმოსა ანაფორა მარიამა და აი ჩამოსწდნენ ისინი. ზოსიმე იყო აფრთოვანებული. და რა მაღაფრთოვანა? როდესაც თხოვდა შეჩერდიო, იმ უცნობმა გადმოზახა, მამა ზოსიმე, დედაკაცი ვარ. ანუ რა მოხდა? იწინასწარმეტყველა. საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ამას ქვია ოქროპირი როგორც ამბობს, წინასწარმეტყველება აწმყოზე, არის წარსულზე, მაგალითად შესაქმის წიგნები, ეს არის წინასწარმეტყველება წარსულზე. აპოკალიფსი არის წინასწარმეტყველება მომავალზე, რა იქნება. და ადამისგან ევა რომ შექმნა და გონს მოვიდა და დაინახა, ეს და თქვა რომ ეს არის ხორცი ხორცსა ჩემდა ძვალი ძვალთა, ეს არის წინასწარმეტყველება აწმყოზე. ისე როგორც აქაც მარიამ მეგვიპტელმა აწმყოზე უწინასწარმეტყველა რომ ის იყო ბერი და ის იყო ზოსიმე. ეხლა თქვენ იტყვით, მეც გამიარა გონებაში, როცა ვკითხულობ მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებას კიდევ ერთხელ, ვიდრე ლიტურგიაზე მოვიდოდი. კიდევ რა უთხრა ამით? ისიც ხო არ უთხრა რომ ის იყო კერძოდ მღვდელი, არა. ბერებსაც ჩვენ ვუხმობთ მამას. მამაოდ მოიხსენიებთ. ცოტა მოგვიანებით, აი ახლა ვნახავთ, როდის ის უწინასწარმეტყველებს ასევე იმას, რომ ის არის ღვთისმსახური, კერძოდ მღვდელ მონოზონი. მას ესე იგი დაასწრდნენ და დაიწყეს საუბარი. და ესე იგი ჯერ მანამდე ზოსიმებს ხო რომ მაკურთხე დედაო, რომ ნახა ამისი სიწმინდე უწინასწარმეტყველა, გარდა ამისა და ამ ღრმა უდაბნოშია დამარხული, მაკურთხე და არა მამო არ გეკუთვნისო. რომ მე გაკურთხო, იმიტომ რომ მე დედაკაცი ვარ, შენ მამაკაცი. გარდა რო არ ანებებდა თავს, დაჟინებით ცხობდა კურთხევას, მაშინ უთხრა რომ შენ ღვთის მადლის მატარებელი ხარ, კერძოდ სამღვდელო მადლის, უწინასწარმეტყველო რომ მღვდელი ხარ და შენ უნდა დამლოცო აქეთ და არა მე შენ. მაგრამ რამდენადაც ხედავდა ამ სიწმინდეს, მარიამისა თქვა რომ ჩემი მღვდლობა და სიწმინდე შენ სიწმინდესთან რა მოსატანია. და დაუჩოქა მარიამს. მარიამაც დაუჩოქა. ნახეთ როგორ ეს მისი გამოცდაც ხო იყო. საუბრობაში კი არ ჩავარდა თვითკმაყოფილებაში. სიმართლეს ამბობდა ყოველ ზოსიმე, არამედ თავი დაიმდაბლა და მანაც დაიჩოქა და ხოლოდ მერეღა კურთხევა მისცა რომ ეკურთხებინა. გესმით თქვენა საყვარელო? ურჩობა ვერ გაბედა, კურთხევა დაერღვია და ხოლოდ მერეღა დალოცა იგი. ეხლა რა გასაკვირია ზოსიმეს თავმდაბლობა და გნებავს მარიამ მეგვიპტელისა. როდესაც უფალი ამბობდა ჯერ კიდევ ხორჩი მოსვლამდე, დავით წინასწარმეტყველის, მისი მესიის მამა წოდებული დავით წინასწარმეტყველის პირით, მატლვარ და არაკაც. თქვენ იცით, ადრეც შევნიშნე, რამოდენიმე წლის წინ თარგმნე ღვთისმადლით ათანასე დიდის ფსალმუნთა განმარტება 150 ფსალმუნის და მათ შორის იმ ფსალმუნისა, სადაც უფლის ეს სიტყვებია ნაწინასწარმეტყველი, მატლვარ და არაკაც. ყოველთვის მანამდე და დაახლოებით რავი ალბათ 1-40 წელიწადი უკვე მღვდელი ვიყავი. მომხედე შვილო, წერან დაიჩოქე, ეხლა ტელეფონი დარჩა, ეხლა შეგიხედები. ეს კლუბი კი არ არის. ღვთის სახლია. შევიდე სახლსა შენსა შიშითა შენით. აი ამ სიტყვებით შემოვდივართ ეკლესიაში. ესეც ფსალმუნის სიტყვებია. გარდა ამისა, რომ ახარ ჯერ სულიერად გაწვრთნილი, წინ კი არ უნდა დამედგი აქ. ეს მართავთა ადგილია. აი სინანულის ნიშნად ბოლოში უნდა დადგე. აბა გადადი და დადეკი ბოლოში. სულ ბოლოში. კი. თუ საჭირო ჩავთვლი რატო გაგეღიმა. გაგამათრახებ კიდეც შენი სწავლებისთვის. ეჭვი არავის შეგეპაროთ. ხომ იცნობთ? მაგრამ ვიცი რა, თქვენი ნაკლები სარწმუნოება და მე რომ ასე მოგექცეთ. სრული უფლება მაქვს.
და სამართლიანი იქნება, თქვენ შეიძლება საჩივლელადაც კი გაიქცეთ. არც თქვენი თავი მაქვს, არც იმ ეგრეთ წოდებული მოსამართლეების. ამიტომ ამ უკიდურესობას არ ვიმართავ, მაგრამ განა როზგზე ნაკლები იყო, რომ ყველას თვალწინ შენიშვნა მივეცი და ბოლოში გადავიყვანე. ხომ შეიძლება არ დამორჩილებოდა. რატომაც არა? აგერ ჩვენ ვახსენეთ ზიარების დროს. არ ვაზიარე, იმიტომ რომ 40 თუ 50 დღის წინ თქვა აღსარებოდა, უთხარი პატრიარქმა აგზალა, არ არის ჩვენი ტრადიცია და არა თუ არ დაემორჩილა არც პატრიარქს, არც საქართველოს ეკლესიის ტრადიციას, არც მე რა მოსატანი ვარ პატრიარქთან და ეკლესიასთან. არავის არ დაგვემორჩილა, დაკრა ფეხი და ყვირილით გაიქცა ეკლესიიდან. არ მინდა თქვენი ზიარება, რომელიც ჩემი. მე ჩემს ხორცსა და სისხლს კი არ გაძლევთ. გთავაზობ ქრისტე მაცხოვრის სისხლს. უბრალოდ აქ გთავაზობ, უფალი გთავაზობ და ჩემი ხელით გაზიარებ. მე მყავდა ერთი ურჩი სულიერი შვილიც. და ესე იგი შენიშვნა მივეცი, სრულიად სამართლიანი და გაბრაზდა. განმიკითხა და ორი კვირა ბობოქრობდა. უფალი ეუბნება, რომ რო გაწენინებებს ზიარ შევიდეს შენს წენინებაში, ესე იგი საღამოდეს კი არ გაიყოლო წენა გულში ვისმეზეო და ორი კვირა ბობოქრობდა მოძღვარდა. მეტად რომ სამართლიანი იყო ეს. და ორი კვირის მერე მოვიდა ზიარებაზე. კაცრად რომ ვთქვათ, ზიარებაზე არ დავურჩევდი ურჩეობის გამო. მაგრამ განზრახ მიუშვი იქნებ ამან მაინც გული მოვალბოს ცოტა სინაულში ჩავარდეს. იცით რა მოხდა საყვარელო? როდესაც მომიახლოვდა, უამრავი ხალხი ეზიარებოდა. გადავსებული იყო ეკლესია. უშუალოდ როცა მომიახლოვდა, დაინახა რომ მოძღვრის უკან დგას უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ბარძიმი მას უჭირავს და ის აწვდის კოლზით ზიარებას. შეშინდა. ისე შეშინდა და გონება გაეთიშა, დიდხანს მერე შენიშვნა მივეცი. დროზე გადმოდი ხალხი ბევრია მეთქი მაზიარებელი. ხელი მოკიდა ერთმა მათგანმა და მოიყვანა ახლოს ვეზიარა. წირვის მერე დამელოდა სათქმელი მაქვსო და მითხრა ის, რაც მოგიყევით თქვენ. იმის მერე ცუცლიკასავით იყო 2-3 კვირა. შემდეგ ისევ აბობოქრდა დაკრა ფეხი და რისთვის რომ თხოვე მისთვის ილოცეთ მეთქი და როგორ უთხარი ბრევს ოპერაცია გავიკეთეო და რატომ მოახსენებინა ჩემი სახელი. ნუ რავი, უყუდო ამპარდავანი ქვია რა მას ქართულად. დაკრა ფეხი და წავიდა. რამოდენიმე წელიწადი არ იარებოდა. სამების დიდ ტაძარში 2-3 ნახე სხვათაძებს. ბევრი არა თუ ცოტა იარა, თავ ჩაქინდრული უკან დაბრუნდა. სათქმელი მაქვს, კი გისმეთ მეთქი, ჩამოვსვი. დაბრუნება მიდო. მე არ გამიწევები ხარ, მე არ გამიშხარ. შენ ხო მომაწახე რომ შენზე კარგ მოძღვარს ვნახავ. ნახე მეთქი, რუსამჯერ მოკარი სამებაში, თვალი და სხვაგან. არა მამაო, ჩემი ბრალი იყო, ამაყი ვარო, თან მთიულია წარმოშობ. კიდე კარგი, მთიული რომ აღიარებს, ეს ორმაგი სინანულია. თის ხალხი საერთოდ ამაყები არიან, ზვაობრები. მაგრამ ეხლა კიდევ გაუჩინარდა, თუმცა ამჯერად არ ვიცი რატომ. მე მგონი ყოფით რაღაცა საქსი შენებდა რაიონში გადაყვა და ასე შემდეგ. ზრუნვამან ამის სოფლის ამან მოაშთვის ნაყოფი იგი. სახლიც უნდა კონდეს, ოჯახსაც უნდა იზრუნო, პავლეაუს ვინც არ ზრუნავდა, წარმართზე უარესია, მაგრამ სული კი არ უნდა გადააყენოს შვილო. ეხლა მე რო შენიშვნა მივცე, კიდევ გული მოუვა. ამიტომ ვამბობ, რომ აქ მრევლი მე ყოველთვის დიდი მყავდა და სულიერი შვილები 45 წელი ხდება, მგდელი ვარ, ჯერ არ მყოლია. რასაც სულიერი შვილი ქვია. ამაზე ეს რო თქვი ერთხელ გაბრაზდა ერთი და წავიდა და ისე მოხდა სიმსივნე დაემართა თავი მოგაბეზრეთ ალბათ მაგალითები, მაგრამ თქვენი დაფიქრებისთვის ყვები. ეს ხო თქვენზეა სინამდვილეშიც ლაპარაკი. და სიკვდილის წინ მომიხმოს ზიარებისთვის. ვითხრა იცოდა რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ვაზიარეს შენდობა ითხოვა, მიამბორა ხელებზე, ცრემლის დიოდა თვალი და რა თქმა უნდა ჩავეხუტეთ ერთმანეთს. მე არ გამიწევები ხარ მე. შენმა სიამაყემ გაგიყვანა. ესე იგი რაზე გავუბრაზდიო რომ როგორ ამდენი წელია დავდივარ და სულიერი შვილი არ ვარ. მე ვთქვა ეს ტიტული კი არ არის მეთქი. თავარი მამა არჩილის თუ პეტრეს თუ იოანეს სულიერი შვილობა კი არ არის. თავარია ცხონება და ვის მიერ დაგეხმარება უფალი ერთის მეორის თუ მესამე ეს სულ სხვა ამბავია მეთქი. არ შეიძლება მოძღვარი ჩადგეს ღმერთსა და მრევლს შორის. არიან ასეთი სამრევლოები, აღმერთებენ თავიანთ მოძღვარს და როცა სქიზმატური მოძრაობა დაიწყო ბოსტონის და სხვა, მათი ნაწილი გაყვა არა ჭეშმარიტებას, არა ჭეშმარიტებაში დარჩა, არა ქრისტეს ეკლესიაში, არამედ სქიზმაში წავიდა თავიანთ მოძღვრებთან ერთად დღემდე სიქარიან. აი რატომ არ შეიძლება ბრმად გჯეროდეს მოძღვრის.
ერთი გამოთქვა რუსულად და შეიძლება რომ თქვა ხო არ მიჩივლებ ფსევდოლიბერალები დავერიაი ნო პრავერიაი ენდე მაგრამ შეამოწმე ქართულად ეს ცოტა სხვანაირად სალვადორე რო იყო ხო იცი ლათინურ ქვეყნებში ერთ-ერთი პრეზიდენტი სალვადორე ალიენდე ენდე როგორ დაამთავრა მე როცა ენდო გახსოვთ ამის შემდეგ მარიამ მეგვიპტელი დაეკითხა როგორ არის ქვეყნიერება ეკლესიაში ხომ მშვიდობაა იმიტომ კი არ კითხა რომ მარიცოდა მაგრამ ყოველივე უწყოდა საუბრის თემა გააბა მასთან ღვთისმადლით მშვიდობაა იმპერატორი ზეობს მართლმადიდებელი ეკლესიაში მშვიდობაა ამის შემდეგ წმინდა ზოსიმე მსხოვა რომ ილოცე ჩემთვის ძალიან გთხოვ რა კი დაჟინებით ითხოვდა ირეკდე და განგეღოს ითხოვდე და მოგეცეს ამ ცნებისაებ მარიამ მეგვიპტელი ცოტათი განშორდა რომ ელოცა მისთვის შებრუნდა აღმოსავლეთისკენ როგორც მართლმადიდებელი ტრადიცია გვასწავლის და დაიწყო ლოცვა და ლოცვის დროს ამაღლდა ჰაერში ზოსიმე თვალებს ვერ უჯერებდა შეშინებული დაემხო ქვე და ორადორ სიტყვას ამბობდა შიშის გამო მეც ვერაფერს ვერ ფიქრობდა ვერაფერს ვერ იტყოდა უფალო შემიწყალე გახსოვთ ერთხელ დიაკონი და ის მოგიყევით 2-3 ქადაგების წინ ეგვიპტელი მამა ესე აგზავნია მოწაფეს კალათებს ყიდი და ერთად რომ წნავდნენ პურის ჩაქონდა და წყალი უკან ორცხობილა და ერთხელაც წირვას შეესწრო და ისე მოიხიბლა რომ მამას უთხრე რა არისო რა წესი გვაქვს ლოცვის უბალო შეგვიწვა უფალო მეტი არაფერიო წირვაზე მოხდიო მამაო ისეთი ამაღლებული ღვთაებრივი საგალობლები იყო ქადაგება მოძღვრის და ნება მომეცი გადავსახლდეო არ უნდა მოძღვარს სულიერი შვილი გაეშვა მაგრამ რომ არ ეფიქრა რომ შურის გამო აკეთებდა რომელიც მოძღვრისა თუ ეკლესიისა მიუშვა ჩავიდა ნათეც კი გახდა რამდენიმე წელიწად გახარებული იყო რომ ნათე იყო და ამაღლებულ ლიტურგიებს არათუ ისმენდა ემსახურებოდა კიდეც მაგრამ ერთხელაც წირვის დროს მოხდა ძლიერი მიწისძვრა ვიღა გალობდა ამაღლებულ საგალობელს თუ სხვა ყველა გარბოდა ორი კარი ქონდა იმ ეკლესიას კარში გატეული იყო როგორმე და ყველა შეშინებული მხოლოდ ორ სიტყვას იძახდა და უფალო შემიწყალე უფალო შემიწყალეც არა ყველანი შემიწყალე ადამიანი ეგოისტია ძნელი მოსაკველია ეგომაში ჭყლეტვაში და იმაში ერთმანეთის თავებზე გადადიოდნენ ერთადერთი ვინც არ შერხეულა ეს იყო ის მნათე უდაბნოდან ამოსული საკურთხეველში იდგა თავ ჩაქინდრული სინანულში ჩავარდნილი რომ იმიტომ რომ მამა მოთხრა უფალო შეგვიწყალე ძირია ყველა ლოცვის აქედან მოდის ყველა ლოცვა როგორ მიატოვა სულიერი მამა და მე რა გაიაზრა ალბათ როგორ ვატკინე გული ამით წლები ერთად ცხოვრობდით შესიხორცებული ვიყავით და ამ დროს მე მივატოვებ მხოლოდ ჩემს გამო რომ ღვთაებრივი საგალობელი მომესმინა არა ჩავთვალე ეს ორი სიტყვა უფალო შეგვიწყალე დაბრუნდა უდაბნოში ჩაუვარდა მუხლებში თავის სულიერ მამას და მოუყვა ყველაფერი რაც მე მოგითხრეთ და შენდობას თხოვა გახარებულმა მოძღვარმა ის დაიბრუნა და უთხრა მე არ გამიშვიხარ შენ წაგიყვანა საკუთარმა მე მიგიშვი ღმერთმა დაუშვა ეს მე მიგიშვი ამიტომ და მადლობ ღმერთს რომ დამიბრუნა შენი თავი შეშინებული ზოსიმე მას ქვე დაემხო და ამ ორ სიტყვას გაიძახო და უფალო შემიწყალე როცა დაცხრა ლოცვად წმინდა მარიამი ქვე დედამიწაზე დაეშვა ამის მერე რა თქმა უნდა უფრო მეტი მოგრძალება გაუჩნდა ზოსიმეს მარიამის მიმართ და სთხოვა ალბათ აი მოუთხოვ რომ გულის წადილი ქონდა ბავშვობიდან ღმერთშემოსილი ვინმე ენახა რაღაც სულიერი სწავლება მიიღო დამტკბარი იყო მისი ნაუბარი და ესე შემდეგ და შემთხვევითი არ არის რომ ერთი მონასტრიდან 53 წლის შემდეგ სხვაში გადამიყვანა იმ ტრადიციით აქ მოვხდი და ამ ტრადიციით შენ წაგაწყდი უდაბნოში და ნახე შენში ენით გამოუთქმელი სიწმინდე და მადლი გთხოვ მომიყევი როგორ მიაღწია ამ სიმაღლეს ვინ იყავი ადრე საცხოვრობდი რა სიქმოდი
რა კი ქრისტეს სახელით ევედრებოდა, მარიამაც უარი არ უთხრა. და მარტო მარიამმა არ უთხრა უარი კი არა. ის იყო წინასწარმეტყველი, ღმერთის ნება იყო, მან უწყოდა, რომ მისი ცხოვრება არ აქვს მნიშვნელობა მარიამი იქნებოდა, პეტრე იქნებოდა, ირაკლი თუ სხვა, გამჟღავნებული იყო როგორც მაგალითი მთელი დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსათვის. აჰა, რამდენი გავიდა უკვე? მთელი 14 საუკუნე მეტი. აი აქ სადღაც თბილისში, აქ და სხვა ტაძრებში, სხვაგან მართლმადიდებლურ ქვეყნებში ყველა მოუთხრობს მარიამის ამაღლებულ ცხოვრებას. რაც ჩვენ მაგალითად და მისაბაძად უნდა გვეცეს. შეიძლება ასე ასკეტურად ვერ ვიცხოვრო, მაგრამ ის ხომ შემიძლია, რომ ზედმეტი ლუკმა ისის დიდმარხვაში არ მევიყო, ნაკროვანებაში არ ჩავარდე. რა არის ზომიერი ჭამა? ბევრი კითხულ ახლად მოსულები. სუფრიდა რომ დგები შვილო, ცოტა კიდევ უნდა გინდოდეს ჭამა. აი ეს არის ზომიერი ჭამა, თორე შიმშილობას კი არ გულისხმობს ეს. და მოუთხოვ თავისი ცხოვრება, რომ 12 წლიდან უნებართო დატოვა სახლი, რომელიც ეგვიპტურ სოფელში ჩამოვიდა ალექსანდრიაში და გადაეშვა ცოდვებში. აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა. ბევრს ვამდა, ლოთობდა კიდეც. ბილ სიმღერებს ბღეროდა. განუწყვეტლივ მრუშობდა და არა შემოსავლისთვის, არამედ რაც შეიძლება მეტი ხორცელი სიამოვნებაა. ასე მეგონა, რომ ადამიანი იმისთვის არის დაბადებული, რომ რაც შეიძლება მეტი ხორცელი სიამოვნება მიიღოს. აი დღესაც კეთილგონიერი დედები გამოჩნდნენ. რადგინდა შვილო მომჭირნეობა, რადგინდა შვილო სიწმინდე, რადგინდა ნამოსუსმინო, წადი დრო ატარე, მერეც გეყოფა რო დაბერდები. გესმის, ეგ უცხოეთში იყო და ახლა ჩვენთანაც არიან. ეს ის დედები არიან, გადაჭარბის გარეშე, საღლები რომ უფრო უყვართ, ვიდრე საკუთარი შვილები, იმიტომ რომ დედას რო შვილი უნდოდეს, ეტყოდა რომ კარგია გარყვნილებაო. და დედები არიან, შეგუებული არიანო, ესე იგი ლესბოსელი იყავ, ქალიშვილი და მამათმავალი ვაჟიშვილი. ესენი დედები არ არიან. ივანე ოქროპირის ცხოვრებაში ვკითხულობდი, რომ როცა დედმამას აღარ უჯერებდა მშობელი კარს უღებდა და სახლიდან უშვებდა. სახლიდან გაუშვებს მხოლოდ საზომარზე და გარყვნილებისთვის, საშუალოზე და გარყვნილების, სხვა არაფრისთვის. ასეთები. მაგრამ აი ერთხელაც ახლოვდებოდა რა, ჯვართამაღლების დღესასწაული ეგვიპტეში იყო, მთელი ეს ხალხი წინა დღეებში დაიძრა წმინდა ქალაქ იერუსალემისკენ. მეც გადავწყვიტე წავსულიყავი. არა იმის გამო, რომ რაიმე მჭირდა ჯვრისა, ან უფლის თაყვანისმცემელი ვიყავი. არამედ გონებაში ვიანგარიშე, რამდენთან შეიძლებოდა დაცემა, ჯერ კიდევ გზაში. და ხომალდში, რომელშიც ასული იყო, თითქმის ყველა აცდუნა, თითო როლას გარდა და ცოდვისკენ მიიზიდა. არა და ქრისტიანები იყვნენ და ჯვრის თაყვანი ჯვართამაღლებას მიეშურებოდნენ იერუსალიმში. როგორი სასტური დაუყო. მე გარეგნობითაც იყო ლამაზი. ქონდა დახვეწილი ხელოვნება, როგორ მიიტყუოს მამაკაცის სარეცელზე. დიდარი გამოცდილება ჰქონდა 12 წლიდან. და თითო როლა დარჩა, როგორც თქვი, რომელიც ვერ აცდუნა. შემდეგ ჩავიდა წმინდა მიწაზე. ის გადავიდა და მხოლოდ იმ მიზნით წავიდა. ტაძრის, ეხლა ზოგიერთმა გონებაში გაუელვა, თუ არაფერს არ იღებდა, როგორ იკვებებოდა, როგორ საზრდოობდა, ქსოვდა, კარგავდა. ამას ყიდიდა, თავად აჭამდა და მაპატე თავის კლიენტსაც აჭმებდა. ზოგჯერ რომ მიეზე და მიეწებებინა უფრო მეტად. ერთი სიტყვით გაეშურა ისიც აღდგომის ტაძრისკენ. აი მიუახლოვდა ტაძრის კარებს. ყველა შედის ტაძარში, ის კი ვერ შედის. თავდაპირველად შემთხვევითობას მიაწერა, რა თქმა უნდა. მაგრამ როცა საგანგებოდ ორჯერ, სამჯერ და ბევრჯერ სადა და რაღაც მიხვდა, რომ უხილავი ძალა არ უშვებდა, შემდეგ შეჩერდა. პირველად თავის ცხოვრებაში და უკვე იყო 29 წლის, 17 წელიწადი გარკვეულ ცხოვრებაში გაატარა. მერე 17 წელიწადი საშინელი ბრძოლები ჰქონდა უდაბნოში, ამან მე დამაფიქრა, რომ ვკითხულობდი. 17 წელიწადი ცოდვებში იყო, 17 წელი საშინელი გამოცდები ჰქონდა ღმერთსაგან. მის ხალ გამოასყიდბინა ყველა ცოდა, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. პირველად თავის ცხოვრებაში იყო რა 29 წლის გარყვნილი ადამიანი, გულში სინანული ჩაეღვარა. შეგი რა გამოდის? ისეთი ცოდვილი ვარ, რომ ყველა შეუძლია დაუბრკოლებლად შევიდეს. თვით ისინიც, ვინც მე ვაცდუნე,
ერთი მე ვარ, ყველაზე დიდი ცოდვილი, რომელსაც უხილავი ძალა აქვს, ისა მისი ხელი არ მიშვებს. და როცა ამ ფიქრებში იყო და ცრემლები გადმოსდიოდა თვალებიდან, სტოვაში, ესე იგი სტოვასთან, შესასვლელთან დაინახა პაწაწა ხატი ღვთისმშობელ მარიამისა. მუხლებზე დაემხო და შეევედრა. აღარასოდეს არ დაუბრუნდები ცოდვებს. ოღონდ მიშუამდგომლე, შენი ძისა და ღმერთის წინაშე რომ მაპატიოს ჩემი შეცდომები და სადაც გსურს გამიყვანე და გამოყვები. ამის შემდეგ წამოდგა, მოიხოცა ცრემლი და სრულიად დაუბრკოლებლად შევიდა ტაძარში. მთელი არსებით თაყვანისა ქრისტეს ცხოველს ყოფილ ჯვარს 1000 გზის იამბორებოდა და პატიებას ხოვდა ჯვარცმულს, რომ ეგრეთ უგულებელს ხო თავისი უკეთური ცხოვრებით. ამის შემდეგ გამოვიდა ტაძრიდან, რომ გამოდიოდა, ვიღაცამ უცნობმა არც კი იცოდა ვინ იყო, ჩაუდო ხელში 3 სპილენძის მონეტა. და იმით 3 პური იყიდა მერე. როცა გამოვიდა, ვიდრე დატოვებდა ესე იგი სულერთიანად ტაძარს, სტოვასთან კვლავ ერთხელ დაემხო მუხლებზე, ახედა ღვთისმშობლის ხაზს და ესე იგი მოესმა მისგან ხმა, რომელიც უბრძანებდა, დინარე იორდანე გადაელახა და ის გაიყვანდა ღრმა უდაბნოში, იორდანისა. მადლობა შესწირა ღვთისმშობელ მარიამს, წამოდგა იმ 3 სპილენძის მონეტით 3 პური იყიდა და მერე ესე იგი სთხოვა და მიასავეს იორდანისთან სად შეიძლებოდა გადასვლა და როდესაც მივიდა იორდანის ამ ნაპირთან, ნახა რომ იქ პატარა ეკლესია იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლისა. ერთ-ერთი გადმოცემით იქ ეზიარა კიდეც აღსარება თქვა მოძღვართან და ეზიარა სხვა გადმოცემით ეს არ არის ნათქვამი, არამედ შემდეგი, რომ იქ შეჩერდა ვიდრე გადავიდოდა მეორე ნაპირზე, დაღლილი იყო, მშიერი, დიდი განცდები გადაიტანა ამ ხნის განმავლობაში, ესე იგი ნახევარი პური მოტეხა, შეჭამა და შემდეგ იორდანის წმინდა წყალი დააყოლა. ამის შემდეგ შორი ახლოს დალანდა პატარა ნავი, ჩაჯდა მასში და გადაცურა მეორე ნაპირას. ნავით გადაცურა და ფეხით გადმოვიდა წლების შემდგომ. ისეთი სიწმინდე მოიპოვა ქრისტესავით. და წავიდა უდაბნოში, ზოსიმე დაეკითხა, რითი საზრდოობდი, 3 პური ხომ არ გეყოლ, ცხუნვარე მზისგან დარჩენილი 2.5 პური ძალზე მალე გახმა. დიდი ხნის განმავლობაში ჭამდი. მერე კი უკვე ბალახის ძირებს და თავად ბალახს თუ კი იპოებოდა და წყურვილი მიკლავდი წვიმის წყლით. ბევრი ტკივილები ვნახე. საშინელის სიგიჟემდე მივდიოდი, ისეთი ბრძოლები მქონდა. მენატრებოდა ხორცი, თევზი, რომელსაც ერში ძალიან ბევრს ჭამდი. ღვინო, რომლითაც ხშირად ვითხრობოდი, მინდოდა ბილწის სიმღერები მემღერა. წინააღმდეგობას უწევდი, ძირს ვეცემოდი, ხშირად გონებას ვკარგავდი და ერთგვარი ნათლის შეგრძნებას მოუხავდი გონს, თითქოს ღვთისმშობელი მარიამი მედგა თავთით. ასეთი შეგრძნება მქონდა. ასე გავატარე ამ წამებაში, ტანჯვაში, დამიდნა სამოსელი, დღე პაპანაკებას ისხემწვავდა და უდაბნოში თქვენიცი ღამე საშინელი ყინვები იცით, ღამე ყინვები თოშავდა. ამ საშინელ ბრძოლებში და იწროებაში გავატარე მთელი 17 წელიწადი. ამის შემდგომ ეს ბრძოლები მომეშვა და როცა საუბრობდა, ძველი და ახალი აღთქმიდან მოიტანა ციტატები. ზოსიმე სხვათა შორის დაეკითხა, ბავშვობიდან სწავლობდი წმინდა წელს, ასე კარგად რომ იცი, არა ჩემო კეთილო, მე წერა კითხვაც კი არ ვიცი, არაზრუს არათუ არ წამიკითხა, დაჭიქში შვილო რა, მე ვწუხდები. ეგ არის საერო მომხედე აქეთა და მომისმინე მე დაჭდები აუცილებლად. ეს საერო თავაზიანობა კი არ არის. ეს არის ლოცვა ხდელი რომ გეტყვის დაჭიქი. უნდა დაჭდე რომ გითხრა, თორე გეტყვი დაწექი მეთქი და დაგაცვენ. მე ხომ შემილიანეს დაჭიქი. აი ბავშვმა დაუთმოს, შეხელა რომ ვიყავი შვილო, მშობლები და პედაგოგები მასწავლდნენ უფროსის პატივისცემას. ეს მზეთუნახავები აღარ ასწავლიან, ათეული წლებია. უფროს არ დაუთმო ტრამვაიში, ტროლეიბუსში ადგილი, სჩენის კამი, ფული და გადახდილი, ყველაფერი მერკანტილურ ინტერესებამდე დაიყვანეს. და არათუ სკამს უთმობდე შვილო, სახეში ვერ უყურებდი და მკაცრად რო უფროს რამე ეთქვა, ესე იგი ძრწოლა მიცავდა ხოლმე. დიახ, საჭიროა.
დედმამის სიყვარული არ უნდა ასწავლო ბავშვს, იმიტომ ეს იმანენტურად აქვს დაყოლილი, ბუნებითად ღმერთისგან. სამშობლოს სიყვარული უნდა ასწავლო და რომ არ ასწავლიდნენ, ხო ხედავთ სადამდე სამშობლოს გამყიდველები, ფულზე გაყიდული მკვდარი სულები. და კანონი გააუქმეს განზრახოს ზეთ უნახავებმა რომ სამშობლოს ღალეს არანაირი საშელი არ იყოს. უნდა აღსდგეს და მადლობა ღმერთს რომ ხელისუფლება ამაზე ფიქრობს უკვე და ზრუნავს. უფროსის პატივისცემაც უნდა ასწავლოს სამშობლოს სიყვარულის და მსგავსი რამ. ეს ყველაფერი სრულიად შეგნებულად ხდებოდა. მომხმარებელთა საზოგადოებას რაში ჭირდება? ბოლო მიზნისკენ მიემართება ყველაფერი. ანტიქრისტე. უშულოებისა იგი კაცი უნდა გამეფდეს. ეს არის მხეცი ქვია ზედსახელად. მხეცი რომ მოვა, მხეცის საზოგადოება უნდა დახვდეს აქ. არა დედმამის პატივისცემა, არა უფროსის, არა შვილის სიყვარული, არა სამშობლოსი. აი რისთვის ამზადებენ. ასეთი სულ გაყიდული და მკვდრები, ცოცხალი მკვდრები თუ მიიღებენ ანტიქრისტეს, როგორ შეიძლება არა თუ მართლმადიდებელმა ეკლესიურმა ქრისტიანმა ადამიანმა ზოგადად მიიღოს ანტიქრისტე, როგორც ის არის. და რასაც ის გამოავლენს. მახეში შეიტყვევს თავისი წყეული მეფობის პირველ ნახევარში და როგორ უკვე ბევრჯერ მithქვია და აღარ შეგაწყენ თავს და მეორე ნახევარში ძალაუფლებას სოფლიოს მიიღებს, ამოუშვებს თელ თავის მხეცის ბუნებას. ადამიანები ინატრებენ რომ მოკვდრენ, ისეთ დღეს შავარდებიან. ჭირის დღეები ამად უწოდა უფალმა. თვითმკვლელობა გახშირდება, ყოველდღიური რამ გახდება. შიმშილი, წყურვილი და ასე შემდეგ. კაცისკულა, სიშვაგე, სიგიჟე, აი საზოგადოების ნიშნები რა იქნება. და დღეს პოჩიანი კამფეტები თეორია რომ დასავლეთიდან ამოდის ესი კაი ცხოვრება, შენ შექმნი თუნდაც მატერიალურ კეთილდღეობა იქ დასავლეთში, უბრალოდ გეკითხები მე. მისგან გადაიღე რაც კარგია. ეს სოდომური ცოდვები კი არა, შრომის მოყარეობა. შრომელები არიან. გასაგრუდი გერმანელებზე ვიტყოდი ამას. პედანტიც კი არიან ამ საქმეში. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგი სწავლა დასავლეთ არ გვინდა, მარტო ცუდი გვინდა. და გვინდა კაი ცხოვრება, კაი სმა, კაი ჭამა, არა, როგორ ამოვთხოვნე. და გარყვნილება მიემატა მაგას კიდევ. ერთი სიტყვით მოუთხრო თავისი ცხოვრება, თავისი ბრძოლები და უთხრა. ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი. კი არ ევარაუდა, იწინასწარ მეტყველა. ანუ ღმერთს ვთხოვდიო, რას? წმინდა ზიარებას. მოდი ისაკასურთან ერთად ამასაც დაგიზუსტეთ, რომ აი როგორ ეზიარებოდნენ მეუდაბნოე მამები, იყო ეკლესია არ იყო, წირვა არ იყო, მას ზიარება არ იყო. უფლის ანგელოზები აზიარებდნენ მათ. მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც ეხლა უნდა ვისაუბროთ, რომელზეც ზოსიმეს ეუბნება მარიამი. ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი და მომავალ ამ დროს დიდმა ხარო მოაწევს. ნუ წამოხვალო შენ. თუმცა რომ მოინდომო, მაინც ვერ წამოხვალ. და როგორ ახლა გეტყვით ახლა ამას. ძალიანაც რომ მოინდომო, შემდგომ დიდმა ხაში ვეღარ გამოხვალ მონასტრიდან. სუსიმეს გაუკვირდა, რა უნდა მომხდარიყო, ისეთი რომ საერთო ტრადიციას გამოკლებოდა, თან ახალი მისულია და როგორ უნდა გაებედა ტრადიციის დარღვევა. არა უნდა ეთქვა იღუმენისათვის. ერთი სიტყვით, მაგრამ როდესაც დადგება დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობის ხსენება, წმინდა ზიარება წამოაბრძანე და მაზიარე. ზოსიმემ სულ მოუთქმელად გაატარა ის ერთი წელიწადი. ოღონდ პირობა ჩამოართვა, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს არსებობაზე არავის არ უთხრა. სიტყვა ჩამოართვა და ზოსიმემაც მისცა, აღუთქვა პირობა მისცა. მოკლედ, ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა დიდმარხვა, რომ მალე ენახა წმინდა მარიამ. სათქმელად ადვილია, უბრალოდ წარმოიდგინე, აი მაგალითად დღეს თუ ძალიან იშვიათობაა, მაგრამ არსებობს კიდევ ადამიანი, რომელთანაც შენ მშვიდდები, არც იცნო, კარგად გრძნობ თავს, სულ მასთან გინდა ყოფნა. ეს უბრალოდ ადამიანი, ერთგვარი მადლით. და წარმოიდგინე წმინდანი, რომელიც გასაოცარი წმინდანია და მადლმოსილია საოცრად.
სულ მასთან გინდა ყოფნა. აი გასაგები რო გახდეს წმინდა სახარებიდან პარალელი 10 ქალაქელი ეშმაკეული, ასე იგი დღისით ღამით, ესე იგი შლეგი იყო და მამაკაცების ჯგუფსაც კი შეიარაღებულ ეშინო და იქ გავლა საფლავებთან, სადაც ის ეშმაკეული იყო 10 ქალაქელი, წარმოშობით 10 ქალაქელი იყო. მაგრამ ქრისტემ რომ გასმიდა და ლეგიონი აღმოჩნდა, რამდენიმე 10,000 ეშმაკი მასში, როგორ იტევდა ადამიანი ამდენ ეშმაკს და სადამდები იყვანეს. აი ესენიც არიან ეშმაკეულები, აქ ვინც დაწანწალავენ. ღმერთის მაგინებლები, სამშობლოსი, პატრიარქის კი არ დავსინე, ან ვამცირებ. ფაქტს უკეთებ კონსტატირებას. ესენი არიან ეშმაკეულები, იმიტომ რომ თუ არა ეშმაკით ქრისტიანთა შთამომავალი, ნათელღებული და ქრისტიანად წოდებული, როგორ შეიძლება ასე იქცეოდეს. ყოლა დაუჯერებელია. ამიტომ ესენი შეპყრობილია მეტადრე რა არის გასაკვირი რიტუალებს ატარებდნენ. ჩხიბავები ყავდათ და უწოდებდნენ თავიანთ მამას ეშმას. სხვა შორის აი მეტეხის ხითა რომ ერთსა და იმავე დღეს 3 ადამიანი გადავარდა, თავისებურად დაუკავშირა იმ რიტუალებსაც, რასაც ისინი შატოდნენ. ამაზე შემდგომ ვისაუბროთ სხვა დროს. ერთი სიტყვით დადგა დიდმარხვა, სულ მოუთქმელად ელოდა, სულ იმაზე ფიქრობდა, წმინდა მარიამის სახე ებლანდებოდა და ის ყოველივე რაც უთხრა და რაც აღასრულა სასაულებრივად. აი როგორც იქნა დადგა ბოლოს და ბოლოს დიდი მარხვა. მაგრამ მარხვის წინ ზოსიმე ძიმე თავად შეიქმნა. ლოგინად ჩავარდა. რამდენს რა კურნალობდნენ, თქვენ იცით რომ ბუნებრივი აფთიაქი ჰქონდათ ბერებს აი ვარძიაში ჩვენთან და ასე შემდეგ ყველგან მონასტრებში. სად იყო მაშინ ეს ქიმიური წამლები? ან რა ეფექტი აქვს ამას? ესენი პროცესებს აჩერებენ, რომ ფული გააკეთონ, ბიზნესია. იშვიათად წამალი რომ კურნავდეს ავადმყოფობას. გულახდილათო, თუნდაც ჩემს გამოცდილებასო. ის იყო ბუნებითი წამალი, რომელიც ნამდვილად შეეწეოდა ადამიანს. ამიტომ თუ რამეს უნდა მიყვონ ხელი, ეს არის ის, რომ აღაორწინონ ძველი აფთიაქი. მოკლედ გახდა მძიმე თავად უმკურნალეს, მაგრამ არა, ღვთისნება იყო, რომ ეს ასე ყოფილიყო. ხოლო როდესაც მოახლოვდა ნებიშვიდეული, ანუ დიდი ხუთშაბათი, იგი სავსებით აუხსნელად განიკურნა. როდესაც დადგა დიდი ხუთშაბათი, სისხამდილით აიღო წმინდა ზიარება და გარდა მაგისა წაიღო ცოტაოდენი გამხმარი შირი აღმოსავლურ ქვეყნებში რაც არის, ბანანი, ფინიკი და ასე შემდეგ. და წავიდა დაადგა გზას, იცოდა, სადაც ისევ იმ დამშრალ წყაროს თვალთან უნდა შეხვედროდა მას. სულ მოუთქმელად მიდიოდა, თითქმის არ ეძინა, ძალზე ცოტა ეძინა, რომ მალე მისულიყო. ისე უნდა ხილვა მარიამისი. და როდესაც მივიდა, ქრისტეს მიერ მოიკითხეს ერთმანეთი, ამბობს უყეს და მარიამა სთხოვა, რომ წარმოეთქვა მამაო ჩვენო, საუფლებო წამსი და ამის შემდეგ ზოსიმემ აზიარა. ზიარების შემდგომ ზოსიმემ შესთავაზა, ესე იგი, გამხმარი ხილი, რომელსაც ბერები ისიც მკაცრ მარხვაში, რომ წყალსაც კი ზომით რომ სვავდნენ, უწოდებენ ნუგეშინისცემას. ხოლო თუ ღვინოს დალებდნენ, ვთქვათ, ხსნილი რო იყო, ამას ერქვა დიდი ნუგეშინისცემა. ერთი სიტყვით, ზიარების შემდგომ ადამიანური სიყვარულიდან და ზრდილობიდან გამომდინარე შესთავაზა ეს ნუგბარი, შირი. იყო ასევე ხორბალიც. წმინდა მარიამა უთხრა, რომ თუ ღირსეულად ეზიარება ქრისტიანი, მას რაიმე ჭამის მოთხოვნილება საკმაო ხანს აღარ არის. აი თუნდაც როგორ გამოვიცნობთ, ვეზიარეთ თუ არა ღირსეულად. ეს არის არა ერთ-ერთი, არამედ ერთ-ერთი ნიშანი. ურისხველობა რო ჩამოდგება, შვიდობა, ესეც სხვა ნიშანია ღირსეული ზიარებისა. ხოლო თუ ღირსად ვეზიარეთ, მე უკვე პავლე მოციქულის სიტყვები ვახსენე, როცა ერთ შენიშვნა მივეცი თქვენგანს. თქვენ შორის ამდენი ავადმყოფობა, სნეულება და სიკვდილიც კი იმიტომ არის, რომ უღირსად განსეხთ ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცს და უღირსად ეზიარებით ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლს. აი რა მოაქვს დაუდება უდიერ ზიარებას. თუ ხშირად მეორდება მეტადრე. როდესაც ეს ხილი და ხორბალი შესთავაზა მარიამს, მარიამა უთხრა, რომ თუ ღირსეულად ეზიარება ქრისტიანი სინანულით, მას ეს მოთხოვნა არ აქვს, მაგრამ ნახეთ როგორი თამდაბალია.
წვრილმანებშიც კი უნდა დაინახოთ პიროვნება წმინდანისა. როგორი თავდაბალია, ხომ არ ქონდა მოთხოვნილება, რომ ეჭამა რაიმეს ზიარების შემდგომ. მაგრამ ქედმაღლად, ზვაობრად და სხვა რომ არ წარმოეჩინა თავის ოსიმეს წინაშე, მეტადრე იწვალა ადამიანმა, ამდენი დღე და ღამე იარა, უდაბნოში ადვილია, ამდენი პაპანაკება, სიცხე, ზოგჯერ უწყლობა და სხვა და დააღლილობა თითქმის ცოტა ეცინა რომ მალე მისულიყო. დაუფასა, თქვენებურად ვამბობ, მარიამ, თითის მწვერვალი ძვერ ქართულად ნიშნავს თითის წვერს, თითის წვერი დააწო ხორბალში. სამი მარცვალი აღეკრა ხელზე და მიიდო ბაგეებზე, დაღეჭა და მერე გადაღლაბა. შემთხვევით არ ყვები ასე დაწვრილებით, რა თქმა უნდა. ყველაფერ ამაში მე მის ღვთისმოსაობას, ღვთისმოშიშებას, კეთილ მოგრძალებას და თავდაბლობას ხედავ. ამის შემდგომ უთხრა რომ ერთი წელი რომ გავიდოდა, ყვალად მოსულიყო აქ ამ ადგილას, რადგან სურვილი ჰქონდა ზოსიმეს. წასვლაც კი არ უნდოდა, აი ქართულად რო ითქვის, კი მიდიოდგა მარიამისგან, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. სულით იქ იყო. ბედნიერად ჩათვლიდა თვალს, რომ მისი მორჩილი და მისი მონაყოფილიყო. მაგრამ არა, მარიამმა განიშურა, აკურთხა, რომ წასულიყო. რატო? იღუმენისგან არ ქონდა ლოცვა კურთხევა. ეხლა თქვენი თქვით, მაშინ აიღო კურთხევა ზიარება რომ წავ, ეს არ ჩანს მის ცხოვრებაში. ჩემის ვარაუდით, შესაძლოა აიღო კიდეც, თუმცა რა კი აღთქმა მისცა მარიამს, რომ არ გაამჟღავნებდა მისი არსებობის შესახებ. მის სიცოცხლეში კონკრეტულად არ ეტყოდა. რა, სავანიდან არ გამოდიოდნენ მამები და დღესაც არ გამოდიან, რომ თქვათ ავადმყოფი აზიარონ, რა თქმა უნდა. ეს ჩვენი მსჯელობაა, რომელიც არ არის არსებითი და მნიშვნელოვანი კაცმაროს სხვას. მაგრამ წვრილმანებშიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებანი დავინახოთ. პიროვნებაზე, ზოსიმეზეც, მარიამზეც, ჩვენ სარწმუნოებაზეც და მივიღოთ ერთგვარი დაფიქრება და გამოცდილება. მოკლედ დაბრუნდა იმ ერთმა წელიწადმა კიდევ უფრო საშილად გაატანა მისთვის. უკვე ცუდად იყო. თანამედროვე გამოთქვა ვიხრო, რომ ეხილა ღირსი მარიამი. და ესე იგი, როდესაც დადგა დრო, სასწრაფოდ გაეშურა უდაბნოში, ბევრად ადრე ჩავიდა ვიდრე პირველად და მეორედ. მაგრამ როდესაც წყაროს თვალთან მივიდა, აღმოჩნდა, რომ მარიამი ცოცხალი აღარ იყო. წყაროს თვალთან იწვა. გულში ინანა, სახელი მაინც მეკითხა. ანუ ისე თავდავიწყებაში იყო, რომ ისიც არ მოფიქრებია, რომ სახელი ეკითხა. ეს ხო ბუნებრივი იქნებოდა და მისნობის ადგილს დააგმოყილებდა. როდესაც ეს თქვა, მწუხარი თვალებით შეხედა მარიამს და ნახა, რომ შუბლზე ეწერა მას. მარიამია შენი მონა. გარდავიცვალე ამა და ამ დროს და აქ დამგრძალე. ძველი სტილით იყო 1 აპრილი. 1 აპრილი, ანუ ახალი სტილი 14 აპრილი იყო, როცა ის აღესრულა. ბევრი იტირა ზოსიმა. მთელი გულით დაიტირა. ეს საყვარელი შეიძლება ითქვას მისთვის მოძღვარი, ეს მინდანი. შემდეგ, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან მიწისთვის უნდა მიებარებინა და ღვთის კურთხევა აღესრულებინა. მიწა ხარ და მიწათვე მიბრუნდები. ნახა რაღაც ნატეხი ტოტის ამ უდაბნოში, მკაცრი უდაბნო იყო და იწყო თხრა, მაგრამ ისე იყო გაქვავებული მიწა, რომ ვერაფერი ვერ შეძლო. საფიქრალშია, როგორ გათხაროს სამარე. არ შეუძლია ურჩობა გამოიჩინოს და არ მიაბაროს მიწას. და ამ ფიქრებში როცა თავი ასია, ნახა რომ წმინდა მარიამის ფერხთით დგას ვეება ლომი უდაბნოს და ფეხის გულებს ულოკავს მორჩილად. თითქოს განამზადებსო საფლავად დადებად. თავდაპირველად იმის გამო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, შეეშინდა, შეკრთა, შეხტა კიდეც ზოსიმე მოულოდნელობისაგან.
ლომი აშინებს ადამიანს. ჩვენ ადრე ვიმჟელეთ, ეხლა აღარ ჩაურმავდები, ადამ და ევა ვიდრე 60-ში იყო და მისთვის შექმნა და საგანგებო და შეიყვანა ედენბაღიდან 60-ში ფრინველი, ცხოველი, უკვე წარმავალი და სხვა, ადამსა და ევას ემორჩილებდა, არანაირ შიში მათ შორის არ იყო, რომ სრული მადლი და სრული წმენა ქონდა ადამ და ევას პირველ მშობლებს და ყოველივე ესენი დაარქვეს რამაც სახელების, ვის ეს რა სახელდება, მათ ემორჩილებოდნენ ადამსა და ევას. ხოლო როცა დაკარგეს ღვთისადმი ურჩობით ეს ყველაფერი, ჩვენ რა თქმა უნდა გვეშინია ლომისაც, გვეშინია ნიანგისაც, გვეშინია გველისაც და ზოგს ზრუწუნებისაც ეშინია დედაკაცებს განსაკუთრებით. რა დასამალია. მე ახლა მამალ ქალებს არ გულისხმობ რა, მოკლედ ვინ არიან ხომ მივხვდით რა, ამათ არ გულისხმობ. ამათ შუბლის ზარღვი დაწყვეტილი აქვს და ბუნებითი თვისებები დაკარგული აქვს. მე ვლაპარაკობ ნორმალურ ადამიანზე. მოკლედ თავდაპირველად შეშინდა ლომის ხილვაზე. შემდეგ გადაისახა ნიშანი ძისაკაცის, ანუ ჯვარი პატიოსანი. და როგორც თავის მორჩილს უბრძანა, დადექი ეხლა ჩემთან და გათხარე სამარე. წმინდა მარიამისთვის, ვის ფეხსა ჩვენ ლოკა. ლომს არ დაუღრიალია, არც არაფერი მსგავსი გამოვლენა, მორჩილად წავიდა მარიამის გვერდზე დადგა და ტორებით დაიწყო საფლავის გათხრა. ერთად მიაბარეს მიწას. და როდესაც აი ახლა თქვენთან რომ მან ხატი ასვენია შუაში მარიამ მეგვიპტელის, მასში ჩასვენებული არის წმინდა ნაწილი. როდესაც ამერიკიდან ჩემმა სულიერმა შვილმა პატრიარქს გამოუგზავნა თავის ახალ მოძღვარს, მე მისი ძველი მოძღვარი ვიყავი დიდუბიდან წლების განმავლობაში, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში გამომიგზავნა ესე იგი წმინდა ნაწილები, რომელიც ზოგი ქვედა ტაძარშია, ზოგი მამა გაბრიელის ტაძარში, ზოგი აღდგომის დასვენებული და სხვა, ვთქვათ მახარებლების, მოციქულების, მოწამეთა თუ სხვა, მათ შორის გამომიგზავნა მარიამ მეგვიპტელის ნაწილი. და ამან დამაფიქრა მე. ესე იგი რა გამოდის? რა კი ნაწილი არსებობს, მაშა სადამე და ეს მის ცხოვრებაში არ არის ნათქვამი, მაშა სადამე წმინდა ზოსიმეს დაკრძალვის წინ აურთმევია ნაწილი მისი წმინდა სხეულისა, როგორც დიდი სიწმინდე და ჩამოუტანია იქ მონასტერში იორდანის, სადაც მოღვაწეობდა. ლოგიკურად თუ ვიმშელებთ, ასეთ დასკვნას ვაკეთებთ. იქ ამერიკაში ერთ-ერთი მამათა მონასტერი გაუქმდა, დაიშალა და იქიდან გაიცა ეს წმინდა ნაწილები. მათ შორის წმინდა ნაწილების ერთი რიგი შემხვდა მე. პირადად მე გამომიგზავნა ზოგიერთი ნაწილი, ზოგი ტაძარსთან, მე ეს ყველანი ტაძარში დავასვენე შესაბამისი ხატები. აი მაგალითად ლუკა მახარებლის ნაწილი, ლუკა მახარებლის ხატი დავაწერინე, მათე მახარებლის, წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანესი და იუსტინასი. და რაც თავარია, მივიღე საიდუმლო სერობის მაგიდის ნაწილი. საიდუმლო სერობის ხატი დავაწერინე და აღდგომის ტაძარში დასვენებული არის საკურთხეველში. წმინდა ტრაპეზის წინ, როგორც უდიდესი სიწმინდე. და ცალკეულ შემთხვევებში გამოვასვენებ ხოლმე გარეთ. აი მაგალითად, როდესაც საიდუმლო სერობის ხსენება იქნება დიდხუთ შაბათს, წირვის დროს დავასვენებ ხოლმე შუა ტაძარში. ან რომელიმე ესეთი ადამიანი მოვიდა და იმ ადამიანს გამოუსვენე და როგორც ევლოგია ვამთხვიე და სხვა და სხვა. წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება აღვიწერა ქართველი წმინდა მამის იოანე მოსხის, ანუ მესხის სულიერმა შვილმა, სოფრომ იერუსალიმელმა პატრიარქმა. წმინდა მამაა თავადაც და აი დღეინდელად დღემდის და ვეცადე რაც შეიძლება გამოწვლილვით არ დაგვეკარგა რა იმესაც ცირე რედაქცია მეთქი მომეყოლა მისი ცხოვრება. გულში გვიაღამით შუაღამისას უფრო სწორად ჩემს საწირ მაგიდასთან ვიჯექი და ჩემ წინ არის პატარა ბაღი და იქით გზა გადის თავქვე და 2-3 სუბტროპიკული მცენარეა ლამაზი და უჩვეულო ყვავილები პირადად მე არ მეყვარს სუბტროპიკული ყვავილები და რაღაც პერლამუტისნაირი ფერებია იქ ყალბით ჩემთვის არაბუნებრივი თქვა აქ სხვა ფერები ან ასე ვარ შეჩვეული შეიძლება და იმიტომ აღვიყვა ეხლა ეს სუბიექტურია და მაგას არ აქვს მნიშვნელობა იქ ალუბალია და იქით თავში ცოტა არის სხალი რომლიდანაც არადროს არ ჭამენ სანამ დამწიფდება ცვივა უკვე
ანუ უვარგისია, როგორც ქალკახეთში იტყვიან ხოლმე. მაგრამ დგას. ფიქრობდი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაზე, ჩემთვის. ანუ რა მიმეღო ჩემში. გარდა მაგისა, მე ხომ მამა ვარ და მე მაგ ჩემთვის ის მინდა თქვენთვის. და ფიქრობდი თქვენთვისაც. რა მესაუბრა ხვალე. არა, ზოგადად როგორ არ ვიცოდი. მაგრამ ასე თქვა წიაღწულებში ვიყავი ამ ყველაფრისა, მომავალი მონათხოვრისა. და თვალი მოვკარი ამ სხალს. და უკვე სარეცელზე დასაძინებლად ვემზადებოდი, მოვიდა რაღაც განწყობილება და გამოვთქვი ასეთი რამ, რომელიც მარიამ მეგვიპტელს საზოგადოდ უკავშირდება და არა მარტო მას. დაახლოებით 1 კვირის წინ საპატრიარქოს ექიმმა დამირეკა. ეს შარტავა რომ არის, გმირი რომ დახვრიტეს. აფხაზეთში მისი და არის, ღვიძლი და. და მითხრა, მამა ვარშილ ბოდის ვიხდიო, ვიცი ახლა მარხვა დაკავებული ხართ, მეც ხომ მორწმუნე ვარ, მაგრამ ესე იგი ერთი ადამიანი კახეთის ერთ-ერთი არ მინდა კონკრეტულად დავასახულო სოფელში ძალიან ძიმე სულიერი მდგომარეობა აქვს. არ ვიცი, უთხრა ვინმე თუ მოგისმინა თუ როგორ იყო, მამა არჩილთან მინდა საუბარი და ნომერი მთხოვა გამიგეო მისი. საერთოდ ტელეფონზე ლაპარაკი არ მეყვარს. გულახდილად გეტყვი. ვრცელი მეტადრეა, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მივეცი ტელეფონი, ოღონდ მხარი შაბათ-კვირა ახლა წირვა-ლოცვები მაქვს და ძალიან დაკავებული ვიქნები და მე თვითონ დავორეკავ მეთქი და გამოვართვი იქ ტელეფონი და ჩემიც მივეცი. მოკლედ, მას მერე ერთი დღე გავიდა და ჩვენ დაუკავშირდით ერთმანეთს. აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში ადამიანი. 37 წლის კაცი, დაბადებიდან ცერებრალური დამლით. ეტელზე მიჯაჭვული. წარმოვიდგინე მე რას გადაიტანდა ესენა, ამდენი დამცირება შეურაცხყოფა, არავის მასთან მეგობრობა არ უნდა, თვითონაც გამომიტყდა. 2-3ჯერ ვილაპარაკეთ, ისევ ლაპარაკობდით, გეგონება ესე იგი დიდი ხნის მეგობრები ვართო. და არ დაგიმალავთ, ერთად ვიტირეთ. იმასაც ტირილი ავარდა, მეც ამეტირა. მეტადრე სიბერე ეს არის ბავშვობაში დაბრუნება, როგორც შექსპირი ამბობს და გულჩვილი გავხდი. აი დეიჩებიც ასეთი იყო სიბერეში განსაკუთრებით. ეს არ იყო სხვანა უფრო მეტად გულჩვილი ადამიანი გახდა და პატარა რაღაცაზე ცრემლები ჰქონდა, თვალებს დედიკო რა გატირებს ყველა. რა ვიცი, შვილო, ასეთი გული გამეხდაო რაც სიბერეში. ნუ დედას დავემსგავსე, როგორც ჩანს და არა მარტო ამის გამო იმ ადამიანის მდგომარეობა გავითვალისწინე. თქვენ საგეტირებოდათ. აი უშუალოდ რომ გესაუბროთ. მე ეცი რამ გამოოცა? ასე არის მიჯაჭვული. და მაგალითად ბილწი გულის თქმა გაუარა გულში. არაღაც შეუფერებელი თუ იცით როგორ განიცდის. მე აუხსენი რეგუყე იუდას სინანულია მეთქი იმანაც ცოდვა ჩაიდინა ქრისტე უარყო მე ინანა კი არა დააპნია სინანულის ნისად 30 ვერცხლი ქრისტეს მიცემელობაში აღებული მაგრამ მე თავი ჩამოიხჭო მეთქი აი მეც ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზეო თუ მე ამაზეც ვისაუბრეთ რამდენად ძიმე ცოდვაა რას მიიღებს ღვთისაგან ამის გამო რა ელოდება მომავალში რომ სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება და ესე შემდეგ ესე იგი რა არის აი გული ამიტირდა რა ეს დღეების უმიტირის გული ამ ადამიანის გამო ლოცვებში რომ ვახსენებ არ მინდა ახლა შეგნებო ბიტყვის სახელს მიხეელი ქვია მე ვთხარ მიხეელი არა რუსული კალკია მიქაელი ხარ ქართულად მეთქი და ჩემ ლოცვებშიც ვიხსენიებ და დღესაც მოვიხსენე წირვა ლოცვებში და ვფიქრობ რომ ყოველთვის მოვიხსენო საერთოდ მოგზაურობა მიჭირს მაგრამ იქნებ მოვახერხო ჩავიდე კახეთში ჩემთვის არის ძალიან ძნელია ამასინად ბოდვეში ვიყავი და სხვა ის და რულთან, მაგრამ ისე დავიღალე მეტი არ შეიძლება ხათრის გამო გავყევი ჩემს სულიერ შვილს სამადლობელი პარაკლისი გადამეხადა. ერთი სიტყვით, ალბათ მოვახერხე, მანამდე მე ვფიქრობ სულიერი შვილები და რომელიმე შევარჩევ, მინდა წიგნები გავგზავნო და კითხვა შეგილია მეთქი და თუ დიდი ასოებით იქნება, ანუ თვალთაც აკლია. ყველანაირად დაჩაგრული ადამიანია, საფყარი, საბრალო, ვინმე ყავს მეთქი, ვინც გივლის, კი დედა როგორც აღმოჩნდა რომელსაც ალბათ უკვე მობეზრებული აქვს ასეთი შვილის დაბადებიდან მოვლა და ცოტა მკვახე ურთიერთობა აქვს შვილთან და მრავალიც ასყვა ახლა ამის გამოძიებას მე არ შევუდგები არასარგებლობას მოგვიტანს და აი როგორ გითხრათ მაზეც ფიქრობდი მარიამის ეს ერთმანეთში რაღაც ეს ორი თემა და გავხედე სხალს და გამინათ და გონება და რომ უკვე მიმერულა წამოვხდი უცბად გავიქეცე საწერ ვაგიდასთან და დავწერე ეს სადაც მინიშნებით
მარიამზეც არის ლაპარაკი, რომელიც იყო უარგისი, გარყვნილი ბავშვობიდან, საძაგელი, აბუჩათაგდებული და ასე შემდეგ, დამცირებული არაერთხელ. და ეს საწყალი კაცი, რომელიც რა დააშავა იმან, დაბადებიდან არის ავადმყოფი. და არის ისეთი ფაქიზი სული აქვს, გამიკვირდა რა. წესით ასეთ მდგომარეობაში გაბოროტებულები არიან, გაუხეშებული გული აქვთ. ისეთი სიფაქიზე ვნახე მის სულში, აი ამან ამატირა მე. და ისეთი რაღაც გამოავლინა, 1-2 ისეთი ნიუანსი თქვა. თავის საუბარში გამიკვირდა, რომ ეს რომ არ იყოს ფაქიზის სულის ადამიანი და დაკვირვებული ბუნებით, ამას ის ვერ მოიაზრებდა. და ესე დამყარდა ჩვენ შორის მეგობრობა და შეიძლება სულიერ მამაშვილს. კიდე რატო იყო, იცი, 2 დღის წინ დამირეკა და თავი უნდა მოვიკლაო. ეხლა აი შეიძლება არ უნდა ვამბობდი, მაგრამ უნდა ითქვას, მეტად რე სახელდებით არ უნდა განკითხვა ვერ იქნება. ერთ-ერთმა მოძღვარმა უთხრა, რომ შენ ეშმაკეული ხარო, საგიჟეთში დაამთავრებ. არაფერი არ გეშველება, ჯოჯოხეთში იქნებ. მე გამიკვირდა, არ დაიჯერო მეთქი. ის მოძღვარი არ არის მეთქი. შეიძლება მოდელია, მაგრამ მოძღვარი არ არის. სულ რომ ასე იყოს, არ უნდა გითხრას ეს. პირიქით უნდა გაგამხნევოს. იმედი უნდა ჩაგისახოს და რეალურადაც ეცადოს, რომ დაგეხმაროს. ის მოძღვარი კი არ არის, ის არის მკვლელი. აკით გითხარით საუბრის შუაგულში, სიმართლე რომ სიმართლეა, ისიც თუ შეუფერებლად თქვი, შეიძლება ამით მოკლა ადამიანი ამ სიმართლით. ფორმას გააჩნია, როგორი თქვი და ზოგჯერ საერთოდ ჯობია რომ დადუმდე და არ თქვა და მეანიშნო ეს უფრო სულგზელება და ამან შეიძლება უფრო სინანულში მოიყვანოს. მარიამ მეგვებდელს და მიქაელს მოწყვი ამ ლექსს, ეს არ არის კლასიკური გაგებით ლექსი, ეს არის რიტმიული ლექსი, ანუ ლექსი პროზაში. რიტმში თუ ჩაჯდებით, ადვილად გაიგებთ ნათქვამს. საერთოდ რიტმი, განწყობილება, ინტონაცია მოაქვს შენს პირად შინაგან განცდებს, შენს სულიერ დონეს, ინტელექტს, იმ განსასწრებს, რაც ხდება, იმ ვითარებას, რაშიც ხარ. ამიტომ ამბობდა, თქვა, ცნობილი ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი, რომ მე ვარ საყვირი, რომელზეც გარემოებები უკრავენო. ანუ ყველაფერი აღიბეჭდება ჩემზე. ადამიანების დამოკიდებულება, ბუნების სურათი, აი ეს მძიმე მოვლენები თუ პირიქით საზეიმო მოვლენები. გაზაფხულის პირს, ძველი სტილით თვეში მარტისა, ბაღის მახლობლად დაღმართიან ქუჩის ნაპირას, სხალი რომ იდგა ულამაზო, უცებ გაგიჟდა. აყვავდა თეთრად აფითქინდა, ყველა დაჭრდილა. გამლელ გამოვლეს გაოცება, სახეს ატყვია, ეს ის მსხალია? ამ სიმახინჯებს სილამაზე როგორ დატია? ჩვენ კი ვფიქრობდით, გზას გვიხერგავს, არც რა ასხია, მოგვეჭრა მაინც. სილამაზე წარმავალია. გადიყვავილებს ეს მსხლის ხეს და გზას ჩაგვიხერგავს. ასე ფიქრობდნენ. არაფერია, არაფერი კვლავ აყვავდება. ეს კი ჩემი აზრია. აგერ მარიამი როგორი იყო და როგორად შეიქმნა. მიქაელი დაბადებიდან მე უთხარი არ დაგიმალავ, არც გვაზვიადებ, არც ის მოჩვენებით 37 წელიწადი მე არ ვიცოდი როგორ გავძლებდი ეთელში მეთქი რა. რითი დავამთავრებდი ჩემს სიცოცხლეს. ადამიანსაც გააჩნია. ზოგი მეტისმეტად მგრძნობი არია. ზოგი გულჩათხრობილია. ზოგი პირიქით გახსნილია და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ სიტყვა მოგაგონდათ არა გახსნილი საზოგადოება. ესენი მაპატიეთ ქართულურად ვიტყვი, ჩემ ქართლელობას მიაწერეთ. ესენი გახსნილ საზოგადოებას კი არა, ჩახდილ საზოგადოებას აშენებენ. და არ გაყვეთ მაგათ. აი აქ ქრისტეს და მის ეკლესიაშია ჭეშმარიტება. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ ლოცვებში მოიხსენოთ მიქაელი. მე მწამს რომ ვნახოთ ის ისეთ უმნიშვნელო რაღაცებზე ტირის და განისტის, რომ გამიკვირდა რა, მგდელი ვარ და მე არა მაქვს ასეთი სინანული. ჩვენ სხვანაირად ჯილობთ, სხვანაირად განვიკითხავთ, უფალთა რომ მივავთ, უფლის საზომი არ გავს ჩვენ ცოდვილი ადამიანების საზომს. მინდა ვთქვა, თუმცა დაგღალეთ. აი ამას წინათ მოვიგონებ,
გლახაკი საწოდავი ყველასგან უგულებელს ყოფილი ზამთარში ყინულში მიყინული ქვაფენილზე როგორ აბარებდა სულსა თავარანგელოზები გამოუგზავნა რომ დაეტკბო უფალმა და სულიც ამოყავდა და არ ამოდიოდა თავარანგელოზმა გაბრიელმა უთხრა მიქაელს რომ ღმერთს ხოვე არ უნდა ამოსვლა მართლის სულსოდა ესე იგი მიმართა მთავარანგელოზმა იქაც იერარქია სუბორდინატ ორი მთავარანგელოზია მაგრამ მიქაელის ზემდგომია გაბრიელზე მიხვდეთ რომ ის მთავარანგელოზია ზემდგომი ანგელოზია მიმართა მიქაელს მიქაელმა ღმერთს უფალმა გადმოზახა მთავარანგელოზებს არ შეაწუხოთ მართლისა მაგის სულიო სულის ამოყვანით ხორციდან არადა ყველა მკვდებით მათ შორის ის გლახაკიც უნდა მომკვდარიყო მე წარმოვგზავნი ზეციდან ჩემს მამას მესიის მამას დავითს ქნარით იგალობებს დაუკრავს დატკბება ამ საწოდავის სული ამ გაჭირვებულის და სიტყვებით ამოფრინდება და შეგაფრინდება ხელში გესმით როგორ პატივს ასებს ჩვენგან შეურაცხყოფილ გლახაკებს საწოდავი სუნიანია ეკროითხავს ლათია შფოთია ასეთია პატრიარქის არ იყო შვილო რატომ განიხილავ და რატომ განეკითხავ შენ რა იცი რომ იმით პირადად შენ რომ ისე მართლაც შიმშილი არ მოიკლას ან წყურვილიო რატომ მაინც და მაინც დალევს ან რა შენი საქმეა ეს ღმერთია მსაჯული რომელსა ხოლოსა შვენის პატივი დიდება და თაყვანისემა თანამამი და სული წმინდით აზდა მარადის და უკუნით მისამდე ამენ